ლიტერატურას ვეღარ გამოვლენ, ხო ისეთი ამბავია. თავარია რომ საჭიროება დაგანახოს, შენში გაიღვიძოს მოკლედ სხვადასხვა ხედვება, რომ ეს საჭიროა და მე ცოტა გაიღრმავა, იმიტომ რომ სულ იცვლება ძნელია, ძალიან ძნელია ხოლმე რომ ესეთი ადამიანები იპოვო. შიგნით უნდა იყოს. შიგნით და შიგნით ეგ გაიძულებს რომ გაზარდო ესეთი ადამიანები. ერთადერთი ამოცანა და ხასიათი გამოავლინო უძლიერეს, ხო ესეა. აი ეს არის მაღალი მიღწევების ნაწილი. გამარჯობა, ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. როგორც გახსოვთ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენ პოდკასტებს, პირველი სტუმარი ჯაბა მალაღურაძე იყო, რომელსაც კავშირში განვითარება აბარი. რამოდენიმე თვე გავიდა უკვე და ჯაბამ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თავის მიმართულებით და ეხლა ზუსტად ეგ გვაინტერესებს. რა ხდება, როგორ არის, ჩვენც მივედით, ნახეთ რაღაც ფესტივალზე რა ხდება, რა ცვლილებებია, როგორ მიდის ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეხლა ჯერ მარტო დასაწყისია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ტენდენციები უკვე ჩანს და თხოვთ ჯაბას. მოგესალმებით. მოგესალმებით, მიხარია რომ ისევ მოხდით თქვენთან და რა შევეცდები გიპასუხოთ მიმდინარე მოვლენებზე და საომარ გეგმებზე თუ რამე რადგან კაი ხასიათზე ხარ და გიხარია ეგ ამბავი, ესე იგი რაღაცები საინტერესო ამბები უკვე მომხდარია, რომელზეც გინდა რომ ილაპარაკო. ეს ზოგადად თუ შევხედავთ, კი, რა თქმა უნდა ეგრეა. დანარჩენი მაშინაც ეს პროცესია. ხო, პროცესია. და როგორც მე ძირითადი გამოცდილება ჩემი არის სამწვრთნელო, თუმცა ვთვლი რომ აქ ადამიანს შეიძლება ძალიან დიდი გამოცდილება მიიღოს და ეს არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის მარათონი. ზუსტად თუ რადგან შენ ჩამოვაგდე ლაპარაკი რომ სამწვრთნელო არის შენი ძირითადი, მე მაგალითად ვთვლი რომ შენი თავარი ძლიერი მომენტი ეგ არის ზუსტად რომ შენ გაქვს სამწვრთნელო გამოცდილება და ეხლა მუშაობს განვითარებაში. ეს პირიქით უფრო შენ ასე ვთქვათ აქტივია შენი. უბრალოდ რა ვიცი თუ შეიძლება ესეთი რაღაცა ვთქვათ რა ხო იცი სოფლის წყაროზე რომ საუბრები მიდის რა რაღაცა და ჩვენამდეც მოდის რაღაცა ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცვლილებებთან და მე ჩვენ არა ვართ ეხლა არც უფლებამოსილება გვაქვს არც კომპეტენტური შეიძლება არასწორი საუბრები არ ვიცი იქნებ შენ გაგვარკვიო კი ბატონო რა ხდება კი ბატონო ხო ეს ფონდის ამბავია რა არ ვიცი თქვენ თუ უკვე ჩამოყალიბებულები ხართ იმიტომ რომ ხა ჩამოყალიბებულები რო იყოთ ალბათ რაღაცა უფრო კი ბატონო ფონდს ყოველ შემთხვევაში მიმართულება ხო იცი როგორი უნდა იყოს ახლა მესმის რომ დეტალები შეიძლება გასარკვევი კი არა აქ დასამალი არაფერი არ არის ინფორმაციაც პირიქით შეიძლება კარგიც არის რომ მომეცა შანსი რომ მე რა ინფორმაციასაც ვფლობ ის ვთქვა რადგან მეც რა ვიცი წყარო საუბრების არ იყოს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს რა მე ხა ნამდვილად პირველ წყარო ვარ თქვა ამ ყველაფრის ეგრე ნამდვილად არ არის თუმცა პირდაპირ რაც შეგვიძლია დადასტურებულად თქვა ეს არის ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ რაგბს და ამას არ ჭირდება რაღაც ჩემი მტკიცება შეუძლიათ ნახონ ინტერვიუ სპორტის მინისტრიც რომელიც რამოდენიმე თვის წინ იყო ტელეიმედზე რაც პირველად გაჟღერდა ეს ყველაფერი ეს ეხება ყველა გუნდურ სპორტის სახეობებს თვითონ მოდელსაც შეეხება ეს არის ფეხბურთის ანალოგი როგორც ფეხბურთში გაკეთა ფეხბურთს ხარდამჭერთა ფონდი თუ ზუსტად ფეხბურთის ხარდამჭერის ფონდი ხო კი ბატონო 2017 წელს დაიწყო მე ნანახი მაქვს მაგალითად რა წერტილში იყვნენ მაშინ როგორც რაოდენობრივად ასევე სპონსორების მოზიდვით და მოკლედ რა პროგრესი მოხდა ფეხბურთში მოდელი არის ანალოგიური როგორც კი მოდელი თვითონ ფეხბურთში გაამართლა შეიძლება ითქვას რომ გაამართლა რა შეიძლება არა უბრალოდ რაც ქონდათ მიზანი იმას მიაღწიეს ხა რაოდენობრივი ზრდა მოხდა ზოგადად და თან ძალიან დიდი, სადღაც 7000 მოთამაშე იყო და დღეს არის 50000 რეგისტრირებული მოთამაშე. ფეხბურთში უამრავი პროექტები ფინანსდება, უამრავი შეჯიბრებები ტარდება, ტურნირები, ჩემპიონატები და ამ ყველაფერს ართმევს თავს ეს ფონდი რა. ცალსახად კარგი მაგალითია. მე რაც მომწონს ახლა პირადად ამ ფონდში. მე მომწონს ის რომ სასტარტო პირობები ყველას აქვს ერთნაირი გუნდებს შესაბამისად რაც უნდა შეეჯიბრონ ეს არის ვინ რო კარგ რაგბს თამაშობს და ვის რო კარგი მენეჯმენტი აქვს იმიტომ რომ მარტო რაგბის თამაში არ არის რაგბი რო ითამაშო მენეჯმენტი საჭიროა
და ასევე მარკეტინგი, რაც გვაკლია, მე ვთვლი, რომ ქართულად ნამდვილად აკლია და ამაშიც მოუწევთ შეჯიბრი, იმიტომ რომ იქ არის დამატებითი სტიმული იმაზე, თუ ვინ რასახსრები მოიძია რა. იქ კიდე გამარტივებულია ბევრად, ანუ რას ნიშნავს სპონსორი, შემოწირულობა და ესე უხეშად ვთქვათ, ყველაფერი თითქმის ერთ ქვაფში იხარშება და სასტარტოდ ეს ძალიან კარგია რა. თუ ვინმეს რაღაცა ვიღაც მოზიდული ყავდა, შეიძლება პირდაპირ ფულს არ აძლევდა და აძლევდა რაღაც სერვისს, ესეც კი ითარგმნება ფულში და ითვლება როგორც სპონსორი. ასე რომ მაგნაწილშიც ძალიან კარგი. ეხლა ვადებს რაც შეეხება, ძალიან კარგად გვესმის რაგბის კავშირს, ну ამ შემთხვევაში რაგბის კავშირს, რომ ცოტა დრო გვაქვს, იმიტომ რომ სეზონი მორჩა ჩვენი დიდიათის პირველი ლიგის და რეგიონალ ლიგის, კაცთა ლიგებს რაც შეეხება და ну საიტნოტში ვართ ყველა ერთად, თუმცა ეს ყველაფერი მოითხოვს რაღაც დროს და ну სექტემბრის, ანუ სეზონის დასაწყისისთვის არა, უნდა იყოს. მოლოდინი რაცა უახლოეს მომავალში უკვე უნდა გქონდეთ რა თანხებზეა საუბარი და როგორ მოხდება ეს დაფინანსება, ხო? იქ მარტო ეგ არ არის ტრანშები, როგორ იქნება ყოველთვიურად იქნება 6 თვეში ერთხელ იქნება, იმიტომ რომ მაღაზია აწყობს მე გუნდი უკვე მთელ გეგმას. ხო, ну თავის გეგმას მაღაზია. ეს არის რაც შემიძლია ახლა ვთქვა. აი ესე იგი, ну თქვათ მე ნაკლებად ვარ ჩახედული რა ხდებოდა ფეხბურთში და ვთქვათ სპორტის მინისტრის ინტერვიუც ისე გაკვირთა მაქვს რა გაგონილია. ანუ აქ ლაპარაკი რაზეა, რომ ცენტრალიზებულად ეს სახელმწიფო რაღაც X თანხა, კი ბატონო, რომელიც არის გამოყოფილი რომელიღაცა სპორტის სახეობის განვითარებისათვის, შემოდის ამ ფონდში. კი ბატონო. და შემდეგ განკარგავს ამ სახსრებს, რომელიც ფონდშია აკუმულირებული რაგბის კავშირი ამ შემთხვევაში? არა, ფონდი განკარგავს, რა თქმა უნდა, რაგბის კავშირის და სხვა სპორტების თანამონაწილეობით, იმიტომ რომ მათი ამოცანა არის ესე იგი ფინანსები რომ სწორად დაიხარჯოს, მიზნობრივად დაიხარჯოს მაქსიმალურად და ეფექტიც შესაბამისი კონდეს და თვითონ რა შეეხება მაგალითად ჩემპიონატი გაზაფხულზე იქნება სიტყვაზე ვიძახი თუ სპორტული მხარე მთლიანად რა თქმა უნდა დარჩება რაგბის კავშირის ხო, აქ ნახე ეს რომ ამარო გაიჟღერა 1-2 კვირის წინ ერთ-ერთი აქტიური სარაგბო საიტი არსებობს free rugby, რომელმაც ეს გააჟღერა პირველმა და მაგას მოყვა რაღაც კომენტარები რომ რა ხდება ხა ანუ რეგიონში მე შეიძლება შენ ამის პასუხი არ კონდეს, უბრალოდ მინდა რომ თქვა რომ ეხა შიში გაჩნდა რეგიონში რომ აი რა ხო არის რეგიონს ეხა თავისი გულშემატკივარი ყავს და როცა თავის გულს აფინანსებს, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად ხდება ეს ყველაფერი, რომ ეხლა მე როგორც ხვდები, ეს თანხებიც ფონდში წამოვა. კი, ფეხბურთის მოდელიდან ვილაპარაკოთ ეხლა და რა თქმა უნდა, ხო, ეს წამოვა და ეხლა იმათ შიში გაუჩნდათ, რომ აი ჩვენ დაგვაკლდება ამ ფულს სხვაგან წაიღე. ნუ ეხლა მესმის რომ ჯერ თქვენც არ ახართ ჩამოყალიბებული ეგ როგორ იქნება, მაგრამ ნუ მიხდი რას გეუბნები, აი პირობითად რაღაცა ოზურგეთის რა, ესე ავიღოთ. კი ბატონო. იქ კაი კაცია მერი მოწონს ესა, უნდა რომ თავის რეგიონში ეს განვითარდეს ეს ჯანსაღი ბიჭების ამბავი და თავისი სახსრებიდან მუნიციპალიტეტი რაღაც ფულს გავა. თუმცა ესეც არის ანუ ეს დამატებით არ შეიძლება რომ იყოს სახელმწიფო ხო, მე როგორც ხვდები, ეს მაინც უნდა წავიდეს იმაში, ხო, ფონდში. ფონდში კი. ფეხბურთის პრინციპი ანუ მუნიციპალიტეტის თანხებით რაც იყო ბიუჯეტიც იქ მოდის, ხო? ხო, სახელმწიფო თანხაა რა. ხო, და რაღაც ეგ შიშები გაუჩნდათ და ну მოდი რაღაცნაირად ეხა კაი მე ალბათ პასუხი ამაზე ზუსტი არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ ტექნიკ მაგისტრის დეტალები თუ იცი კარგია, თუ არა მოდი დეტალები მე პირდაპირ რაც უკვე თქვი იმას ვიტყვი რომ შიშები გასაგებია რატოს გაუჩნდა და ვლაპარაკობთ გვაქვს უკვე ფეხბურთის მაგალითი. ანუ იქ მაგ პრინციპით ხდება და აქაც იგივე და რეგიონი არ დაზარალდა. არა, რეგიონი რა ვიცი, არა არ დაზარალდა. რატომ უნდა დაზარალდეს? სიმართლე გითხრა მე მაგალითად არცად არ გამიგია რომ თქვათ ფეხბურთში რაც ხდება ძალიან ბევრი ჟურნალისტია მწერალი ფეხბურთზე ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს რეგბისგან განსხვავებით ფეხბურთში და ნუ გინდა არ გინდა მაინც სადღაცა მოხდება და მე არცად არ მინახია რომ იქ ვინმე აკებდეს ამ ფონდს. არ ვიცი, შეიძლება მე არ შემხედრია რომ ფეხბურთში ეს კარგი იყო რა, კარგი პრაქტიკაა ეს. მე არ გამიგია, შეიძლება კარგია. მაგრამ მე ახლა ეს ამ შემთხვევაში უფრო რამ დამაინტერესა, იცი რომ თქვათ, ნუ გასაგებია რომ ეს თანხები ფონდმა უნდა განკარგოს. რეგბის
აი როგორ უნდა განკარგოს ფოდმა ახლა რაგბის კავშირს რა პრობლემები აქვს და სად არის პირველ რიგში დავუშვათ ის სახსრები სად უნდა მიმართო და როგორ აი ეს საკითხები როგორ იქნება არა რაგბის კავშირის დაფინანსება ხო არ წყდება ამით ეს არის ლაპარაკი გუნდებს რა დახმარებაც ჰქონდათ ხო ეხლა დიდაც პირველ ლიგას და ასე შემდეგ რა იგივე ბონუსები ბავშვთა ლიგებზე ეს ამაზე არის საუბარი თუ რაგბის კავშირის საოპერაციო რაღაც თანხები რა თქმა უნდა ისე იქნება როგორც იყო ისე იქნება ეს გასაგები პირობითად ვიძახი დიდი 10-ის დაფინანსება და პირველი ლიგის ეს ბონუსებიც ხო რაგბის კავშირში მოდიოდა ეხლა ესეც წავა ვთქვათ ფონდში და იქიდან მოხდება ამის დაფინანსება და თვითონ ეს უკვე მე ფინანსისტებთან ერთად ანგარიშ ვალდებულებები რაც აქვს კლუბებს უკვე მოხდება იქ. აი აქვე რო კითხვა დავუშვათ რაღაცა გარკვეული 100%-დან თანხის 100%-დან რომელსაც იღებს კლუბი რომელსაც ეკუთვნის კლუბს დავუშვათ ხო რამდენი პროცენტი შეიძლება კლუბს რომ გაიღოს ხელფასებზე დავუშვათ ეს ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს კიდევ ერთხელ რაღაც პროცესი მიდის ითვლიან პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ მე თვითონაც ვიყავი რაღაც შეხვედრაზე რამოდენიმე შეხვედრაზე ინფორმაციასაც ვაწვდით ჩვენ და ამ ბიჭების ამ ფონდის განწყობა და ჩახედულობა რაგბში ძალიან კარგად ესმის ჩვენი რაღაც ეს ტკივილი ზოგადად და რა როგორ არის ნუ პირობითად რო ავიღოთ გასაგებია რომ ფეხბურთში უფრო ცოტა მოთამაშეა და ნუ აი უხეში მაგალითი რო ვთქვა და შეიძლება სამარშრუტო 20 კაციანი ტაქსით წახვიდე რეგიონში და რაგბში უკვე გჭირდება დიდი ავტობუსის განსხვავებული სხვადასხვა ფასი ლოჯისტიკურ დეტალები რომელზეც დაფიქრია კი რომელზეც დაფიქრია და ისა რა ქვია იციან ეხლა იგივე ფეხბურთში თუ არ ვწდები კიდევ ერთხელ არის პროცენტული განაწილება იყო ესე 70 70 სახელმწიფო და ეს არის გუნდის საჭიროებებზე, ანუ მწვრთნელი, ასისტენტი, მოთამაშეები, გუნდს რაც ჭირდება, რაც არის გუნდი, 20% აი ეს რაღაც სასტუმრო, ფორმა, რაღაცა და 10% მენეჯმენტზე რა, პრეზიდენტი, მენეჯერი, დამხმარე სტაფი ასე ვთქვათ რა. რომელიც არ აქვს. როგორ აქვს? ყველა გუნდს ყავს ეს პრეზიდენტის ყავს, ყველა გუნდს არ ვიცი ხელფასს იღებს თუ არა, მენეჯერის ყავს და გასაგებია, მაგრამ ფინანსური შედეგები და გაუმდიდარე რაღაცა ნაკლებად. ხო, ნუ მოკლედ, თუმცა ეგეც კარგი ის არის შესაძლებლობაა თუ შენ იცი ზუსტად რომ ეს 10% უნდა დახარჯო ამაში, შეიძლება პირიქით მაგ ხრივად წავიდნენ, ხო, მოვიყვანოთ უკვე ისეთი კადრი, ვინც მოგვეხმარება, ანუ ადმინისტრირებაში კი არ მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ მონაწილეობას, ვთქვათ, განაცხადია შესავსები და რაღაცა გასაკეთები. შეიძლება მოიყვანონ უკვე ისეთი კადრები, ვინც მაგალითად სპონსორის მოზიდვაში ხო, რა თქმა უნდა, ეგეთი კადრი უნდა გავდახარჯოთ. ჩვენ სულ მაგას ვლაპარაკობ და ეხა ისედაც ჩვენ გვილაპარაკია, რომ ეგეთი ადამიანები საჭიროა კლუბებში და უბრალოდ ჩვენ რაღაც ესეთ ცოტა ესეთ მეთოდებს გთავაზობთ ხოლმე, რომ ძალით გააკეთებინეთ მოთხოვეთ, რომ ყავდეთ, თვითონ მოგცენ ესეთი ადამიანი, კი ბატონო თქვენ ან ასწავლეთ ან რაღაცა ქები და დააბრუნეთ და რა ვიცი, რაღაცა აი მესმის რომ იქიდან წინააღმდეგობა შეიძლება გითხრან რომ სად ვიპოვოთ ეხლა ყველას თვითონ უნდა ყველაფერი ხო? კი ბატონო, მაგაზეც ვისაუბროთ, უბრალოდ ეს განწყობებზე რო ვილაპარაკო, რომ სახელმწიფოს განწყობა ამ შემთხვევაში რომ უკეთესი გახადოს რაგბი რა და ხელფასების ნაწილსაც დაუბრუნდეთ და პროცენტულობა, ეხლა მე კი ვთქვი ფეხბურთს მაგალითი, მაგრამ შეიძლება იყოს პირობითად ვიძახი 65%, ხო? რაღაცა მხოლოდ განაპირობოს. კი. და რა უნდა განაპირობოს? მარტივია, ხო? ყოველ წელს დიდი 10-ის გუნდები და მით უმეტეს ის ვინც მუნიციპალურ დაფინანსებაზეა წარმოადგენს ანგარიშს და წარმოდგენა აქვთ იმ ადამიანებს დაახლოებით რა ღირს მოთამაშე ხელფასი რამდენი აქვს და იქიდან დაითვლება ეს ყველაფერს ჰაერიდან არ მოიტანენ და ფინანსურ გეგმას წარმოადგენს რა თქმა უნდა იქ ძირითადად ფინანსისტები მუშაობენ და ძალიან კარგად ხვდებიან ეგ გასაგებია მე უფრო გამეხარდებოდა რომ იქ რაგბის კავშირის როლი უფრო კარგად იყოს გამოკვეთილი რომელიც ალბათ დროთა განმავლობაში გამოიკვეთება. ანა შეიძლება არ გამოიკვეთოს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკა აქაც ჩემი აზრით ჩვენ დღეს ისეთ ეტაპზე ვართ, რომ მე გიას ვეთანხმები ამ საკითხში, რომ პოლიტიკა რაგბის კავშირის უნდა იყოს
იქ აშკარად და ფლაგმანი უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ბევრი რაღაცები კლუბმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ პირველი გადაწყვეტილება და გენერაცია უნდა ხდებოდეს რაგბის კავშირის ოფისში. მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა ეს როგორ მოხდება დეტალები არ ვიცით. მაინტერესებს ერთი დროში როგორ იქნება ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია როგორც ჩანს ეგ და აი დროში როგორ იქნება ეს მომავალი სეზონიდან უკვე ესე დაიწყება ეს კი, რა თქმა უნდა, როგორც ეგან აღნიშნე, უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს იმ კუდა. აი უახლოეს მომავალი დავაკონკრეტოთ რა. შეიძლება ეს კვირა იყოს უახლოეს. ხო, აი აი, მოდი მაშინ იცი რა ვქნათ. ეს კვირა ბოდიში მაყურებლებს ჩანაწერია და შეიძლება დროში აცემა. თავისთავად. ამიტომ მე ამას ცოტა ისე სხვა შემოვფარგლავ რა. მაგ გადაწყვეტილება რო იქნება მიღებული და თქვენც რო უკვე რაღაც ჩამოყალიბებული იქნებით. არ ვიცი ახლა რა, შენ მოხვალ თუ მე არ ამგონია თქვენ ამის საშუალება გქონდეთ ტელევიზიაში რა. ეს კარგად ახსნათ რა ყველაფერი ამის დროს თქვენ ამხელა დროს არავინ არ ახსნათვისთვის. თუნდაც გულშემატკივარს აინტერესებს, იმიტომ რომ ეხლა რა არის აი ჩვენ უკუ კავშირი რაც გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცები იქიდან ჩანს რომ არიან ადამიანები რომელიც ესენი არიან რა დაინტერესებული არიან ტკივათ რომ აი რატოა ესე რატო არ არის ესე თუნდაც ეხლა არ ვიცი ეხლა ამას შეიძლება დავეთანხმოთ შეიძლება არ დავეთანხმოთ აი რატო ამდენი გუნდი იმიტომ რომ თამაში ვერ არის მაინც ისეთი იქნება ხო არ ჯობია ნაკლები გუნდი იყოს უელს ვერ შეუნახე ხო იცი ეხლა ინფორმაცია ისეა რა არის მალება მსოფლიო ინფორმაცია ვისაც აინტერესებს ყველაფერს ნახულობს რა და ეხლა რო ნახეს რომ ეხლა უელსმა გადაიფიქრა ერთი ფრანშიზის ჩაიფიქრა ერთი ფრანშიზის გაუქმება და იმიტომ რომ ფული არ აქვს ეხლა ყველამ კარგად ვიცით ეხლა არა ვარ ჩვენ ეხლა ისეთი ქვეყანა თუნდაც ეკონომიურად რეგბიზე აღარ ვლაპარაკობ იმ რეგბის მოთამაშეების რაოდენობით ხო რა ანუ ეგეთი აზრებიც არის რა და ამიტომ ვიძახი რა ეხლა ჩვენი მიზანიც ეგ იყო და ეხლა არ ვიცი შენ მოხვალ თუ არ ვიცი ვინ ეხლა არ ვიცი თუ დათო მოვა გიპასუხებ და თუ ხო თუ დათო მოვა ძალიან კარგი თუ მაინც დარჩა ის აზრი რომ მაგაზე კიდე იქნება სალაპარაკო კი ბატონო დათოს ბევრი რაღაცეები უნდა ხოლმე თქმა და უბრალოდ აი ეთერი არ აძლევს საშუალებას და ჩვენ მე მგონი ხა უხერხულ იმაში არ ჩავაგდებ სიტუაციაში შეიძლება რომ დათოც მომიდა რომ მომწიფდა ეს ამბავი ბევრი რაღაცის საინტერესო კითხვები გვაქვს არა ისეთი რა აი მაინც და მაინც რომ არის ხა რაღაცა ფონდს რაც შეეხება და ზოგადად დაფინანსების წესი. ეს რა თქმა უნდა გუნდებს გაეცნობათ, იმიტომ რომ ამას უნდა იმუშაონ და მუშაობის სპეციფიკა გაეცნობათ პირველ რიგში, რა როგორ უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ გაუმარტივდეთ უკვე მე ამ ფონდთან მუშაობა და დანარჩენი ჩვეულებრივ ღია ეს ამ დახურული ხო არ არის ინფორმაცია. განმარტებები და ინტერპრეტაციები ნაკლებად იქნება, რა ვიცი მე. არა, მე გეტყვი ჯაბა რა, აი უყურე რა, რა თქმა უნდა გუნდებს მესმის რომ დეტალურად გააცნობთ, იმიტომ რომ იმათ ყოველ წამს უნდა იცოდნენ რა როგორ გააკეთონ, როგორ ქნან, მაგრამ ეხა მერწმუნე რა მგონია რა, ესე აი დარწმუნებული ვარ რა. ნახევარი იმას კარგად გააკეთებს, ნახევარი ვერ გააკეთებს, ისევ თქვენთან მოვლენ გვიშველეთ, აბა ეს როგორ არის, რანაირად არის. ანუ ეს იქნება ისეთი პროცესი. დანარჩენი ის ადამიანები რა, ვინც ასე თუ ისე გულშემატკივრობს, რა თქმა უნდა ამაში ვერ ჩაიხედა. მე არ ვიძახი რომ ჩვენ გავაკეთოთ აი დეტალური გარჩევა. ჩახედო, ჩასახედიც არაფერი არ არის ხო მაგას ვიძახი. არა, ნუ როგორ არ არის. ნუ აი ხო გეუბნები, აი ერთმა იმა გაიჟღერა, რომ მუნიციპალური ფულიც ამ ფონდში მოვა და ეგრევე ატეხეს ამბავი რომ ესე იგი ჩვენ აი მუნიციპალიტეტი რომ ფულს გვაძლევს ჩვენ ამ ფულს ვეღარ ავიღებთ და რაგბის კავშირის კეთილს იმაზე ვიქნებით ნებაზე მესმის ჭორია ის არის რა ქვია შეიძლება არასწორია მაგრამ ესეთი აზრები იქნება რა იქნება ამიტომ პროთ ამას გთავაზობ თქვენი საქმეა კი ბატონო რა თქმა უნდა მე მგონი ისეც არაფერს არ ვიცი და კიდევ ამობ დეტალური გარჩევა არ გვინდა მაგრამ რომ რაღაცა პრინციპების დონეზე რომ ეს ყველაფერი ვანახოთ თუმცა იმასაც შეეხება რაგბის კავშირიდან არაფერი აღარ გვექნება სამწუხაროდ მე ძალიან გამიხარდებოდა რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი მონგებიანი ორგანიზაცია როგორც წარმატებული ქვეყნები ვახსენეთ სარაგბო
და სადაც მაგალითად ეს შემოსავლები, რასაც დოვლაც ქმნის იქაური რაგბი, ხდება ფედერაციაში და მე ხდება ამის განაწილება და ჩვენ სამწუხაროდ მაგ რეჟიმში არ ვართ, არ ვართ და მაგიტომ არა. ხო, ეს არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო დაფინანსებაზე კლუბი და ასე რომ რაგბის კავშირი არ ჭრის ამ ტორტს ვის რა ნაწილის შეხვდება. ხო, აი რა არის, იცი? და პირიქით მოგონი ყველა კარგად ხვდებით რომ სახელმწიფოს ესეთი ჩართულობა არის ის რომ რაც გვაძლევს ძალას რომ რაღაცა პროექტები დავგეგმოთ და შემდეგ რაღაც ნახე ჯაბა შეიძლება კი არა სამწუხაროდ ჩვენ გამოყოლილი ვართ საბჭოთა კავშირიდან რა ეგა რომ აი სახელმწიფო და ყველა ეკიდება ამ სახელმწიფოს და არავინ არ ფიქრობს დოვლათის თვითონ თავის შექმნაზე რომ რეგბის კავშირმა არ ვიცი ხა რეგბის კავშირმა როგორ უნდა შე სპონსორი უნდა ნახოს არა ბაცად სპონსორი უნდა ნახოს რაღაც ტურნირი კლუბმა ეხა კლუბმა მოდი კლუბში ჩამოვიდეთ კლუბმა სპონსორი უნდა ნახოს რამე ტურნირი მოაწყოს გებატონო სადაც ცოტა ფულს დაიწერს გაყიდოს ხო ვიცი მე თავისი ატრიბუტიკა გაყიდოს ხო ამას თავის მობმა უნდა ხო მაგრამ ძალიან ბევრს ეს არ უნდა იმიტომ რომ იცის რომ ყავს აგერისა რა ქვია სახელმწიფო და თავის მინიმუმს უკეთებს რა მეწველი ძრო ხა ხო ნუ მეწველი ძრო ხარ ნუ ხო დავარქვეთ ეგრე ეგრევე დავარქვეთ არა ეგრევე არც არა თქვენო დაარქვეთ მე ვარქვე არა ხო ხტები ჯობა მე რას ვიძახი იცი რომ მაგიტომ ვამბობ რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა იმაში ფსიქოლოგიაში ანუ სოფხედველობაში ჩაჯდეს ამ კლუბების ხელმძღვანელების როგორ კლუბების ხელმძღვანელების რომ ესე არ შეიძლება სულ მე წეგანაც აღნიშნე და მე რაც ხიბლავს მე როგორ ჯაბა მალაღურიძეს დავანებოთ ყველაფერს თავი სტიმული რაც არის ამ ფონდში რომ ჩვენ თუ მონახავ სპონსორს და სპონსორის მონახოთ დამატებით ის ჩნდება ხო რა ქვია საჭიროება გუნდებისთვის და ამ მიმართულებით მოუწევთ დრო დახარჯონ ენერგია დახარჯონ იფიქრონ და ერთი წამით არ მეპარება ეჭვი იმაში რომ ამას გაართმევენ თავს გუნდები შეიძლება რაღაც ცოტა დრო დაჭირდეს მაგრამ და პირველ რიგში როდესაც ამ მიგნებებს გააკეთებთ როგორ ამოვახერხოთ მე შეიძლება პირიქით ისიც მეტი და მეტი სტიმული გქონდეთ რომ ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ხო რაღაცა სტიმულირება ხო უნდა მოხდეს და ხდება სახელმწიფოდან რაღაც თუ მოიზიდე რაღაც სპონსორი მე იმატებს სახელმწიფო ფულს ხო ნუ გასაგებია მაგ მიმართულებით დაიწყება შეჯიბრული და მუშაობა კი ბატონო უბრალოდ ისე ვიქნიო რაც ადრეც ვილაპარაკეთ ჩვენ და ჭუკის ჭუმბურიძესთან ვილაპარაკეთ რომ ხალხი რომელიც ამის ცოდნა ექნება მოთხოვნაა ჩვენს ხალხს ეგრე არის მე შეიძლება რაღაც პროფესიის ვიყო და არავის არ ჭირდება საერთოდ მაგრამ თუ მოთხოვნა არის თუ მოთხოვნა გაჩნდა და ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანი არ არის მაშინ მე ვისწავლი ამას და დავაკმაყოფილებ მოთხოვნას. თავარი ამბავი რომ გაჩნდეს მოთხოვნა და ადამიანები გამოჩნდებიან. მოთხოვნა ჩათვალე რომ გაჩენილია, ეხლა ეს ადამიანები უნდა მე რას მაგას ვიდახე რომ იქნებ რაგბის კავშირმა რაღაცა ქნას, არ ვიცი. მოამზადოს არ ვიცი. ნუ აი რაღაცა აი სპორტული მენეჯმენტი. მაგაზეც რა ვიცი რა როგორ არის აბსოლუტურად ეხლა მე ბეკი ბევრი ვილაპარაკე რა როგორ და ეხლა მეც მაქვს რაღაც განათლება მაგ მიღებული ჯიპაში სასერტიფიკატო კურსი გავიარე სპორტის მენეჯმენტი საკმაოდ კარგი კურსია აბსოლუტურად აი ძალიან განსხვავებულად შევხედე სპორტს მანამ ხო რამდენი რამეა და მაშინ დავინახე რომ თურმე რაგბიდანაც შეიძლება კონდეს შემოსავალი გუნდს კლუბს, კერძო კლუბზე აქვს საუბარი და უცებ გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ფიქრებში მე არ მომეცა საშუალება, კერძო კლუბი არასდროს არ მქონია. თუმცა ჩემ გეგმებში იყო, ვიტყვი, რომ თუ ამ პოსტზე მოკლედ რო გადმოსულიყავი ამ პოსტზე, ვაფიქრებდი, რომ მე გამეკეთებინა კლუბი და ეს ჩემი რაღაცა ცოდნის რეალიზება მომეხდინა რა. ძალიან კაი კურსია, ზუსტად მაგ მიმართულებებით არის სწავლება. მათ შორის კიდე ძალიან კარგად არის აწყობილი, რომ სახელმწიფო და ეს რა ქვია სპორტული ორგანიზაციების ურთიერთობა, რაც ჩვენი რეალობაა და ვინც გააკეთა კურსი თვლი რომ სწორი საკანით ჩასვა, მარკეტინგი, ფინანსები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თვითონ ივენთების ორგანიზება, ოპერაციები, ყველა ის მოკლედ მიმართულება, რაც სპორტს თან ახლავს რა, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, უამრავი მიმართულება. ხა ჩვენ რას ვაკეთებთ ამისთვის? მაგალითად დღესდღეობით
5 ჩვენი თანამშრომელი რაგბის კავშირის სწავლობს ჯიპაში დამატებით. მაგ მიმართულებით. მაგ მიმართულებით. რაც მე ვთვლი რომ გამზადებული კადრებია თუ ვინმე კერძო კლუბს. რამდენი ხანია სწავლა ბაბატია? სწავლა გრძელდება დაახლოებით 5 თვიანი ის არის რა ქვია კურსი. არა, კაია, იმიტომ რომ ეხლა დღეს თავარი რა მე მაქედან პირველ რიგში რა წამოვიღე. ცოდნას დღეს ლიტერატურას ვეღარ გამოვლე, ხო ისეთი ამბავია. თავარია რომ საჭიროება დაგანახოს, შენში გაიღვიძოს მოკლედ სხვადასხვა ხედვება, რომ ეს საჭიროა და მე ცოდნა გაიღრმავ, იმიტომ რომ სულ იცვლება დღევანდელი მარკეტინგიც იცვლება, ხო? AI-ის პირობებში იძახიან რომ მარკეტინგი სულ სხვანაირი იქნება და მარკეტოლოგები საჭირო აღარ იქნებიან, მაგრამ მე თუ ვარ მარკეტოლოგი და ხვდები რომ ეს მიმართულება მჭირდება, მაშინ AI-ზე ვაკეთებ აქცენტს და ხვალ კიდე რაღაც სხვა სუპერინტელექტი იქნება და იმაზე უნდა გავუკეთო. უბრალოდ ჩემში რომ ეს მნიშვნელოვანია იმის რომ სპორტულმა ორგანიზაციამ ფუნქციონიროს, ეს აზრი დაიბადა. თელი ანუ სტიმული იყოს ფიქრების, მე მგონია უმთავრესი ამოცანა ეგ არის იმის რა ქვია. უნივერსიტეტი იქნება თუ რაღაც კოლეჯი და მე უკვე შენ მარიფასე დამოკიდებული. სრკ-ს შეკვეთით არის ეს. ეს არის სრკ-ს შეკვეთით სოფლიო რაგბის გრანტიდან ვაფინანსებთ ამას. 5 ბიჭია თუ ხო და ვინ არიან ეს ბიჭები? კლუბებიდან არიან თუ როგორ? ეს არის რეგიონალური მენეჯერები არიან ჩვენი, მაგრამ ანუ ესენი იქნებიან, თქვენ რაგბის კავშირის თანამშრომლები. რეგიონალურ მენეჯერებს აძლევთ ამ ცოდნას. ამ ცოდნას ვაძლევთ, კი ბატონო, რომლებმაც უნდა გადაიტანონ ეს რეგიონებში. სექტემბერში ისევ ვაპირებთ, რომ ახალი ჯგუფი ისაუქნათ, რა ქვია, ისევ რეგიონალები? არა, მაგ სხვა ამოვწუროთ, 11 რეგიონია და მოვჩები და ყველა რეგიონში წარმოდგენილი არ ყავს ისა, რა ქვია, არ ყავს ჯერჯერობით რეგიონალური მენეჯერი. შესაბამისად, სხვადასხვა იმებს მოვა. ჯაბა, აი ეს ბიჭები რეგიონ მენეჯერები რო ყავთ რა. რეგბის თამაშობდნენ უთამაშო. კი, მორაგბეები არიან, მაგალითად გიორგი ჯოხია, ხო, არა, კი ბატონო, ხო. აი თუ თქვათ ესეთი კუთხით თუ გიფიქრიათ, არ ვიცი, ეხლა მომივიდა რა, თქვათ, აი მოთამაშეები, რომლებიც ნუ ან ამთავრებს კარიერას. ან ისეთი არის, რომ ვარსკვლავებს ვერ წყვეტს როგორც მოთამაშე, მაგრამ უმუშავებს. ნათელი გონების ადამიანია. აი ამ კუთხითაც ხوار გიმუშავეთ, ხوار იმუშავებდით, რომ უბრალოდ დაელაპარაკოთ და მიცეთ რა უბრალოდ აი ეს პირობა რა, ასე ვთქვათ, აუხსნათ და შეიძლება აინთოს ადამიანი და წავიდეს და გაჩნდება 1, 2 და რამოდენიმე თანამოაზრე იმ გაგებით თანამოაზრე რომ დღეს თავარი საკითხი ჩვენ რაც პრობლემა გვაქვს რა არის განათლების ну რა ვიცი ჩვენ ესე ვფიქრობთ რა რომ განათლების პრობლემა არის აქედან უნდა დაიწყოს ყველაფერი რა და ეს რასაც თქვენ აკეთებთ უკვე ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯია და მე მგონია რომ ეს შედეგს დადებს აუცილებლად რაც შეიძლება მეტი სიაში ესეთი ადამიანები რომლებიც ამას მოტივირებულები იქნებიან ისწავლიან და მოვლენ და მე ენდომებად პრაქტიკაში ამის განხორციელება მათ რა თქმა უნდა თქვენ უნდა იფიქროთ როგორ დაეხმაროთ რომ ეს პრაქტიკაში განახორციელოს. კი ბატონო, ეს ერთ რაღაცას დავამატებ ამ ყველაფერზე. ეს არის რაღაც პირველი მე რო ვისწავლე მე თვითონ არ მისწავლია. ეს იყო მე რაგბის კავშირმა მომცა იქ შესაძლებლობა და ჩემს გარდა სხვა ბიჭებს კიდე იქ ჩემთან ერთად იყვნენ სხვა მორაგბეებიც ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კლუბების მენეჯერი მაგალითად ყაზბეგის მენეჯერი გიორგი გელაძე რომელიც უკვე ყაზბეგიდან იყო წარმოდგენილი კლუბმაც გადაუხადა ისა რა ქვია აი გარი ყველაზე მაგარი ხო კლუბმა გადაუხადა ფული გიორგი ნოზაძე პანხუ ის მე მგონი როგორც კერძო მაშინ არ მახსოვს ხო ვერ ვიტყვის თვითონ გადაიხადა თუ კლუბმა წარმოდგენა ესეთი ადამიანები ჩდებიან რაგბში თუმცა კიდევ ერთხელ ვიზარდე მათ ჭირდებათ ასპარეზი ხო ესეა თუ ვილაპარაკებთ იმაზე რომ მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არის და ეს რაღაც ჩარჩოში ზის იქ შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო ესეთი კადრი მაგრამ ეხლა როდესაც რასაც ვიძახდით რომ სტიმულია ესეთი ადამიანები გახდნენ საჭირო ვისაც შეუძლია მაგალითად რა ვიცი განასხვაოს იგივე სპონსორი რა არის შემომწირველი რა არის
ის რა ქვია დონაცია როგორ კეთდება, ან მაგალითად სასპონსორო პაკეტი რა არის, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ დეტალს აქვს რა. უბრალოდ შესთავაზო ვიღაცას რაიმე ბანერი მაქვს და დაგიდგაო, მარტო ეგრე მარტივად არ არის რა. კომპანია რომელსაც მიდიხარ სალაპარაკოდ, მინიმუმ იმის ხასიათი უნდა შეისწავლო და ისეთ შეთავაზებები უნდა გავუკეთო. შეიძლება საერთოდ არ უნდა შენი ბანერი და რაღაც სხვა რაღაც უნდა, ხო? აი, ესე იგი ამ ეტაპზე მივყვანო ბავშვები და ამაზე იყოს თანახმა. მოკლედ სამუშაოა მან სერიოზულად. ამ ეტაპზე მოკლედ მე რასაც ხვდები, ეს ანუ მოთხოვნა თქვენ თვითონ გააჩინეთ, ეს რეგიონალური მენეჯერები გააჩინეთ, ესე ვთქვათ, რომლებსაც ეს ცოდნა ჭირდება და ძალიან კარგია და თვლი რომ ეხლა რახან ეს ფონდის ამბავი გაჩნდება და სპონსორის მოზიდვის არა მე მგონი ორ მაგდება თუ რაღაც ეგრეა ხო რაღაც ეგრე მეგრემის არ ვიცი დეტალი მეც ეხლა რაღაცა არ მასაუქნა არ მოვიგონო ზედმეტი ისინი არ სრომოლოდინები არ შევქმნათ ან არასწორი რომელიც დათქვა და მე პირიქით ხო და ანუ ეს მონოდინიც გაჩნდება ანუ ეს მოთხოვნაც გაჩნდება ესე ადამიანებს და კლუბებს ხო აი კლუბებს თქვენ თუ ამას კარგად თავაზეთ დარწმუნებული ხარ ვიღაცა როგორ არ გამოჩნდება კლუბში ცოტა ისეთი აი რაც მიშამ თქვა რომ უბრალოდ რეგბი უყვარს მაგრამ არ უნდა ეს პროფესიონალობა რა არ უნდა შტანგაზე დაყრდნობა და ფიზიკის მაგრამ თამაში უყვარს თამაში თამაშებს რაღაცას მაგრამ თავის საქმეც გაუჩნდება ეს აი ერთი კიდე ის მინდა რა რომ ნუ დაახლოებით ხვდები რა აი პროგრამა რომელსაც გადიან შენ გაიარე ის პროგრამა და ბიჭები გადიან ამ პროგრამას რომელიც არის ჯიპაში ხო ეს პროგრამა შეიძლება სხვაგანაც იყოს ეს პროგრამა ხო ხო და აი შეგიძლია რამოდენიმე მოკლედ ძალიან გითხრა რა მიმართულებებს რა საგნებს ხო აი რა მიმართულებებს ითვისებს ეს არის როგორი ტიპი გამოდის იქიდან კი ბატონო მარკეტინგი გაისწავლება ფინანსები გასაგებია რომ ის ესეღმესულად არა მაგრამ წარმოქმნა რო კონდეს ის რა ქვია კრიზისული კომუნიკაციები ეს არის ზოგადად ჩვეულებრივ ხო რაღაც პრობლემა წარმოიქმნა კრიზის მენეჯმენტი არა კრიზის მენეჯმენტი კრიზისული კომუნიკაცია თუმცა პრობლემა წარმოიქმნა როგორ ვინ და მართოს ამასო სპიკერი ჭირდება ის ჭირდება რომ სწორად მიაწოდო ინფორმაცია იმიტომ რომ რაც ახლა კი ბატონო იმის გამო რომ ჩვენც შეგოჭილებოთ აი ხა კარგი მაგალითია ხო მიდის ინტერპრეტაცია რომ ეს ფონდი როგორი იქნება რა მე თვითონ მოვისმინე რა მის სხვადასხვა ციფრები თუმცა საყოველთაოდ კი უთხარ რომ შეგეძლოთ გენახათ თქო ინტერნეტში და მორჩებოდა ეგ ამბავი რა ფეხბურთის მაგალითი რომელიც უკვე განხორციელებულია იმაშიც კი სხვადასხვა ციფრებს მეუბნებოდნენ რა იქ ესეა აქ ესეა ხა მე კი ზუსტად ვიცი რა როგორად ნანახი მაქვს ეს ფეხბურთის მაგალითი მაგას სპორტი და ისა რა ქვია სახელმწიფო ორგანიზაციები და სპორტი ან სპორტული ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები როგორ ურთიერთობენ თვითონ სტადიონების კლასიფიკაცია ოპერაციები რა ზოგადად სტანდარტები იმის რა ქვია მოედნების გასახდელების პარკინგი რაში გჭირდება ან ტელეტრანსლაცია როგორ ხდება აი ესეთ რაღაცეებს ეხლა მეც რა მაქვს ხო მე გასაგებია რომ იქიდან რომ წამოვიღე სიტყვაზე ვიძახი რაღაც ცოდნა ეს ყველაფერი არ მახსოვს მაგრამ მე ვიცი რომ ნასწავლი მოგზო უკვე ზუსტად ვიცი სად უნდა მოვნახო რა მიმართულებით უნდა გადავფურცო სიტყვაზე ვიძახი წიგნი თუ ეხლა უცებ ვერ ბაზას იღებდა ეხლა ბაზას იღებდა მე უკვე იმაშვები რა ქვია ნუ ეგ ძალიან კარგია ეს აუცილებელია ეხლა ერთი მიმართულება დავუშვათ რომელსაც იქ ეხლა ჯიპაში ვერასწავლიან გასაგებია ეხლა ეგ ცოტა ძალიან სპეციფიურია დავუშვათ სპორტსმენი და სპორტული მხარე ანუ ვთქვათ კლუბში გაჩნდეს ეხლა ჩვენ ცოტა ვთქვათ ოცნების დონეზე ვართ რა სამწუხაროდ ეხლა აქ ეს ოცნების დონეზე იქ რაც უკვე მუშაობს წლებია ჩვენთან ჯერ კიდევ ოცნებობთ მაგაზე რაგბში ვიძახი თორე სხვა სპორტის სახეობებში ალბათ ფეხბურთში ეხლა ალბათ არის უკვე წინ არიან ალბათ რა ვიცი აი სპორტული მხარე ანუ გაჩნდა კლუბში ადამიანი რომელიც არ არის უბრალოდ ვთქვათ თავარი მწვრთნელის დავალებების შემსრულებელი არის ჰორიზონტალზე მასთან ჰორიზონტალზე მისი პასუხისმგებლობა არის მთლიანად სპორტული პროცესები ვთქვათ კლუბის საფეხურები რო არის ვთქვათ ასაკობრივი გუნდებში რა ხდება როგორ მუშაობენ მწვრთნელები რა პროცესებია იქ როგორ კომუნიკაცია მწვრთნელს ბავშვებთან ამებს უყურებს როგორი შედეგები აქვს
ვთქვათ, გამომდინარე კლუბის პოლიტიკიდან ჯდება თუ არა იმ ჩარჩოებში, რა ხდება მთავარ გუნდში რა ხდება, როგორი თქვა წარმატებული არის ურთიერთობები მთავარ მწვრთნელსა და ესეთი რაღაცეებსაც რომ დააკვირდეს. ესეთი ადამიანი რომ გაჩნდეს, მე მგონი რა ვიცი თუ მეთანხმები რომ მაგიც ესეც გამოიწვევს მაგას და რატო ხო? რატო მაქვს ეგ მოლოდინი? ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ თუ სასტარტო პირობები გვაქვს ერთნაირი და უნდა შევეჯიბროთ რაგბში, ეს რესურსი არის, აი ვიცით რაც არის, ვინ უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ამ რესურსს. ხო მაგაზე არის, რა ჩვენ პირობითად 10,000 ლარი თუ გვაქვს, ვინ უფრო სწორად და კარგად დახარჯავს, ხო? შესაბამისად ის უფრო შედეგიანი იქნება, ხო? ამიტომ ამ ფონდმა მე ესეთი მოლოდინი მაქვს, ეგეც უნდა გამოიწვიოს, რომ უფრო მეტად ჩავიდნენ იმაში, რა ქვია, ბავშვთა რაგბში. რატო? იმიტომ რომ კლუბში იქნება თუ სამსახურში ადამიანი, მე ესე წარმომიდგენია, რომ ორი რამით შეიძლება მოიყვანო, გარეგანი და შინაგანი მოტივაციით, ხო? ეს არის, ოდესაც ფულს უხდი და მეორე არის, რომელსაც უნდა ეს ყველაფერი მოწოს. რა თქმა უნდა, იმას უნდა გადაუხადო ფული, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. და შენ გჭირდება ადამიანები, ისეთი ადამიანები, რომელიც ესე იგი სარგებელს მოუტანენ შენ კლუბს, ხო? ქცევა, როგორი იქნება ქცევა? როგორი შრომის მოყვარია, როგორი მაგალითად როგორ იცავს ჩვენ წესებს იმას. და ამ ქცევას განაპირობებს რა? ღირებულებები, ფიქრები და რწმენები. და ეს შენ თუ გარედან ძნელია, ძალიან ძნელია ხოლმე, რომ ესეთი ადამიანები იპოვო. შიგნით უნდა იყოს. შიგნით ეგ გაიძულებს, რომ გაზარდო ესეთი ადამიანები, ხო? ანუ ამ ფასეულობებზე ეს პროცესია. კი. მაგარი საინტერესო შემოქმედებითი პროცესია. ცალსახად და ამიტომ ამ ღირებულებებზე ფიქრები, ქცევები, მე რამაც ქცევა უნდა განაპირობოს, ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთო შენთან კლუბში ქვევით, რა. ეხლა თვითონ რომ მივიდეთ ამ ადამიანების გაჩენა, ერთი რომ საჭიროება არის და სხვა მაგალითებიც გვაქვს. და აუცილებელია გამოვიდა, მეორე არიან თუ არა ეს ადამიანები, ხო? თავარი ეგა. ხო, დღეს მე მგონია რომ ეგ თვითონ სპორტულ ნაწილში და მოთამაშის გაზრდის ნაწილში პრობლემა ნაკლებად არის. იმიტომ რომ მაგალითად ეხლა რაგბის კავშირი რო ავიღოთ, რაგბის კავშირი თავიდან ბოლომდე მიყვება, კი არა, მიყვება უბრალოდ ესე მსოფლიო რაგბის და განათლების პროგრამას, ხო? მის ფარგლებში ხდება ყველაფერი, ედუკატორები არიან, მსოფლიო რაგბის ხელდასმულები, ასე ვთქვათ, ტრეინერები ესე არიან და ჩვენ ვახორციელებთ ეხლა ეგ ნამდვილად არ დგას კითხვის ნიშნავს, მე თვითონ ძალიან კარგად ვცნობ ლიტერატურას და ბოლო-ბოლო მსოფლიო რაგბია და ძალიან სწორი ის არის, რა ქვია, მეთოდოლოგია. ამის იქით თუ ვიღაცას რაღაც დამატება უნდა, ინგლისის იმას რა ქვია, რაგბის კავშირს კიდე დამატებული აქვს შეიძლება ზელანდიას რაღაც თავის მოდის, მაგრამ ეს ბაზა არის ერთი და იგივე. გასაგებია. ხო, ხელმისაწვდომი ხო არის? რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია, წინა გადაცემას მე მგონი ვახსენე ქართულად არის. ესეთი ნება საჭირო. რა თქმა უნდა, მოთხოვნა, ნება და მე ამის განხორციელება. ამიტომ მანდ უკვე ზუსტად კლუბების ის არის. რაგბის კავშირის ერთ-ერთი ამოცანაც რა არის, ხო? რომ გააჩინოს შესაძლებლობები, ხო? ამ თუ ვიღაცას ცოდნა უნდა რომ მიიღოს, ლიტერატურა ქართულად კონდეს ნათარგმნი, რაღაც ახალი რესურსები მოიძია და აგერ თქვენ მიიღეთ და ვიღაცა გაუშვას თუნდაც სასწავლებლად, ეგეთი ისინი რა ქვია, პრეცედენტებიც გვაქვს. ეგ გავიგე, მაგრამ ნახე, ეგ რო შექმნას, რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ შენ ამით მაქსიმალურად უადვილებ იმ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება მაგის ჯერ ამ ეტაპზე არ ცოდნა აქვს, არ საშუალება არ აქვს, ესენი უნდა გაუადო და უნდა ეს მაქსიმალურად ჩაუდო. კი ბატონო. მაგრამ მოდით კალთას გახევთ ხალხი, მაინტერესებს რა, იმიტომ რომ არ ვიცი რა, ეხლა ბავშვების თამაშებს რო უყურებ, მიდის ჭიდაობა, იშვიათად თუ ხათაშორის კონტაქტი მოხდა და დააჯარებეს. ჩვენ რო ვიყავით ფესტივალზე, პირდაპირ დაიტაკა დააჯარებეს. ეგ მანდ მინდოდა ეხლა მისვლა რომ თქვენ რაღაცა ნახე მწვრთნელი იმ გუნდის რა, ვიცი მისი რეაქცია, რომ არ მოწონს რა, როგორ შეიძლება კონტაქტზე ვაჯარებებთო. ხო, ნუ აი მაგას ვიძახი, მიხვდი რას გეუბნები, რომ გავიგე რომ ეს პროგრამა აპრობირებულია მთელ სოფლიოში მუშაობს, სწორი შვებით რომ მანდ მიდიხართ. ეხლა ეს უნდა ჩამოიტანო ქვემოთ რა, ანუ აი პირველ იმასთან, აი 8 წლის რომ მოდის, ეხლა ჩვენთან საბედნიეროდ
8 წლის ბავშვები მოდიან. ჩვენ დროსაც უკვე მეც უკვე მყავდა 8 წლის ბავშვები. უკვე 8 წლის ბავშვები მოდიან, 8-9 წლის ბავშვები მოდიან, არაფერი არ იციან, სირბილე არ. ანუ ფიზკულტურა არ იციან, მithumetes სკოლაში არ აქვს და მაგაზე ხა ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, რომ საერთო პრობლემაა დიდი. ეგ ვიცით, რომ ქვეყანაშია პრობლემა. მოედნები აღარსად აღარ არის სკოლებში, სახლი. მოკლედ. ხო და მოდიან ეს ბიჭები რა და იქ მიდის ჭიდაობა რა, ამათ დაეჯახე, იმას ქენი, აუ შევის ბოჭვა გაუკეთე, ის გაუკეთე, ნუ ან პატარა ბავშვი. მე მგონი, ეხლა არ ვიცი, რამდენად დამეთანხმები და როგორ ახლა მე მგონი რომ ჩვენ ეს პატარა ესე ცომი რომ მივიღეთ, ეხლა იქა რა თქმა უნდა ბურთს ვერ დაუმალავ ეხლა, იმიტომ რომ ეგრევე გეტყვის კარგად იყავ, მე მოვედი ბურთს სათამაშო. ბურთი უნდა კონდეს ეხლა, ბავშვი მაგიტომ მოდის რა. იმიტომ არ უშვებს ხელს და პასებითომ არ იძლევა რა. მაგრამ რაღაცა დრო ვიცი რომ მაგის მეთოდოლოგია არსებობს რა. მე მგონი კანადის თუ რაღაცის ის არის, რომელიც ვოლვარგბიმ აიღო იმათ რა მაგალითად. ხო, რომ ბევრი კარგი ის გააკეთებულია, ეს ყველაფერი არის, როგორ გაზარდონ აი მინიმალური სპორტსმენები, ესე ვთქვათ, რომ სწორედ ირბინონ, სწორედ დაეჯახონ იქ მე. ხო და რასაც ხედავთ სამწუხაროდ აი ქვემოთ არ არის ჯერ ეს ჩასული რა. მაგას გეკითხები რომ კალთებს გახევს თქო ის შეიძლება მოდი მასწავლე რაღაცა და მოდი მე ესე გავაკეთებ. ნუ ხო, ეხლა მე ძალიან აბსოლუტურად ხვდები რასაც მეკითხები. შეიძლება კალთებს ესე არ მახევენ მე რა. ხო, ნუ შენახარ ახლა. თუმცა მე ავირჩი ესეთი გზა. და ვაწვდი ისევ და ისევ აუდიო ვერსიები იქნება რაღაც სხვა სოფლიო რაგბის ლიტერატურისგან განსხვავებულ სხვა ლიტერატურას როგორ მართონ ეს პროცესები და მე მინდა რომ დავანახო რა ხან მოდიხარ და ატარებ ვარჯიშს და აქ გაქვს გამოწვევები აი ამ გამოწვევებს როგორ გავუმკლავდე მარტივად ხო თუნდაც იქნება ეს ბავშვების როგორია ბავშვების დისციპლინა ურთულესია ხო ой რაღაცა ის იმიტომ რომ ის აი მაგალითისთვის ვიძახი ბავშვები მიდიან და ნელა აი წყალი უნდა დაალევინო რა თქმა უნდა თვითონ არ გაახსენება ჩემნა შეახსენო და გაუშჭუფი წყალი და მინუ მიზოზინობენ ერთობიან ლაპარაკობენ თუ დაავიწყდათ მოედანზე რო არიან ხო ეხლა შენ შეგიძლია დაუყვირო ახლა მოდით ეხლა აქ და შენს ემოცია მოდის და ნერვები გეშება ან მაგათად მიმართო ხრიქს და უთხრა რომ აბა შეჯიბრი ეხლა მე ავიღედრო და ვინ უფრო ჩქარა დალევს ყველა ტექნიკაა რა ტექნიკა ამიტომ ეხლა მაგისთან რაღაცეებისთვის მახევენ თუ არ მახევენ კალთებს მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვცდილობ რომ მე რა ჩვენი ჯგუფი ვცდილობ რომ მივაწვევთ აი მაგათ ეს ხრიკები როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ გამოწვევს ეს არის ეს არც მათთვის პრობლემაა არც ბავშვებისთვის და არც მშობლებისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერს უნდა ხდებოდეს თამაშით რა. ხო, მაგას ვიცი. ეხლა მაგის გარდა კიდე რას ვაკეთებთ და როგორ შევაიარაღოთ ეს მცველები რა. ხო, აი ეგ უფრო ვაინტერესებს ფონდს გაანებე თავი. დავიწყეთ ეხლა ჯერჯერობით კიდევ ეხლა კი ვთქვი წეღა რომ ერთი დიდი დრო გავიდა მაგალითად წინა გადაცემიდან და რაღაცები მოხდა თუმცა როგორც იწერება გეგმა მეც ეგრე მაქვს დაწერილი მაქვს ფანქრით იმიტომ რომ რაღაც პროცესებს ვაკვირდები შეიძლება მოგიწიოს გეგმა უნდა დაიწეროს ფანქრით ხო თუ იცვლება გარემოებები რაღაცები და უნდა ისახა რა ქვია წაშალო და ახლიდან დაწერო რა სტრატეგიულ მიზნებზე არ ვიძახი ეს რაღაც მიღწევის გზები შეიძლება შეგეცვალოს ეხლა მაგალითად დავიწყეთ უკვე გქონდა ფესტივალზე ესეთი ახალი შემოვიტანეთ მოდელი მცველების დახმარებით გავყავით ორად ფესტივალი ერთი როდესაც შენი გუნდი თამაშობს და აქვე ნახევარმოედანზე მოდიან ეს მცველები და ატარებენ ვარჯიშს. ჩვენი ამოცანა რა არის? ვიყოთ მენტორები, აი დამხმარები, მთელი ჩვენი მან განწყობები ეგრეს მივეხმაროთ, ჩაატაროთ მათ ვარჯიში და თუ რამე ხარვეზი იყო, ან თუ რამე ცოდნა დააკლდა, უთხრა თუ აი ვთქვათ, აი აქ ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ამ პრობლემებს თავი გაართოს, სიტყვაზე აი აქ არის ლიტერატურა. ან იქვე მივუთითოთ, მივეხმაროთ, როგორ დაამენეჯმენტონ ეს ყველაფერი. და ესე მივეხმაროთ ცნებს და სხვადასხვა მიმართულებებზე მაქრო ვაწვით ლიტერატურას პრაქტიკულ ნაწილში ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ეხლა ეგ არ არის ძალიან ბევრი ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში დავიწყეთ და ეხლა ბავშვთა მცველები ურვა და უათი ვთქვათ რა 20 კაცია ხო პირობითად წავა ციკლი რა გავივლით ამათ მე ხო და ეხლა ეს რო ქონდა
ამათ როგორი დამოკიდებულება ქონდათ? მოეწონათ, გამოყვენ, როგორ არის? ხო, ეხლა ზოგს როგორ ისევე ჩელენჯებიც რო დავიწყეთ, მაგრამ რაღაც მთელი ამბავი არის, ხო, ჩვენს ახალ რაღაცებს როცა იწყებ, მით უმეტეს და ყოველთვის რა ადამიანს რა აშინებს, ხო, ის რო არ იცი რა არის, ხო? პროცესები რო რაღაც ყინული გალღვეს, რა თქმა უნდა, საჭირო ყოველი ახალი პროექტის წინ იქნება, აი ყველაფერი თუ თვითონ პროცესში რა. ჩვენც მაგებს ვაკვირდებით, რა შეიძლება შეიძლება ჩვენი ქცევა არასწორი და რაღაც აი რასაც ვიძახებ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ის განწყობა უნდა გქონდეს და სხვა არაფერი ჩვენ შემფასებლები არა ვართ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მაგ პროექტის ფარგლებში ვართ დამხმარეები და ეს და ხომ უნდა იგრძნობოდეს ნამდვილად თუ შენ დამხმარე ხარ და არა მოხვედი და რაღაც უბრალოდ თქვი რომ მე მოვედი დაგეხმარო და თან აი თისკი არა რა თქმა უნდა იყინული აროს არ გაგნება ზუსტად იგივეა რაც ბავშვებთან აი შეიძლება აი კარგი საუბარი მიდის რა და სწორი მიმართულებაა რა ეხლა ეს ჩემი აზრით მაგრამ აი ადამიანებს რომლებსაც თქვენ ამზადებთ და გინდათ რომ მოამზადოთ და რომელიც მე თქვათ ერთი დავამატე ასე ვთქვათ ეს ესეთი სპორტული დირექტორი თუ კლუბში დაუშვათ მაღალი მიღწევების დირექტორი თუნდაც აი ესე რომ დავარქვა კლუბში თვითონ რა რომელიც ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი ტიპია რა და აი ეს ტიპები რომ მომზადებულები კლუბებში გეყოლებათ ხო აი ამ პროცესებს ხო ეხლა შენ რომ მიდიხარ და აკვირდები მე დიდი სიამოვნებით მიხვალ უკვე და დააკვირდები იმიტომ რომ იქ ადამიანები არიან პროფესიონალები რომელიც მაგრა აკვირდებიან მაგას და თანაც ერთი ამას წინებზე წავიკითხე მგონი შენ გითხარი რა არა ერთი All Blacks ეხება რა საკითხი და თან ახლა იცი რა აი თუ არ მეშლება ტრიკერია ეგეთი გვარი არის და ადამიანი თორემ ასაკშია რომელიც არის ბეისბოლის სპეციალისტი ფსიქოლოგი რო იყო ბეისბოლი არა ფსიქოლოგი არ იყო ბეისბოლის სპეციალისტი даже softball-ის მე მგონი ქალების ისა რომელსაც არ ვიცი რატომ მოხდა ეგ და როგორ მოხდა მაგრამ თხოვეს ანალიტიკური ესე იგი All Blacks-ის შედეგების ბოლო პერიოდის როცა ეს სკოტ რობერტსონი იყო ძველი Crusaders-ის მწვრთნელი მაგათი მთავარი მწვრთნელი All Blacks-ის აი ამ ეტაპის ესე იგი All Blacks-ის შედეგების გაანალიზება და ამ ბეისბოლის სპეციალისტის ანალიზის შედეგად სკოტ რობერტსონი All Blacks-იდან გაანთავისუფლეს. და მეგედა, ეხლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი ეს ადამიანი ტრიკერი მე მგონი, ხო, ეს ადამიანი ნოემბრიდან ინიშნება All Blacks-ის მაღალი მიღწევების დირექტორად. არ არის რეგბისტი, არ ბეისბოლისტია კაცი რა და ანუ აქ ლაპარაკი რაზე ეცი რომ კარგია ეხლა ძნელი ადამიანი იყო ზელანდიაში რომელსაც რეგბი არ იცის ეხლა გასაგები ეხლა აქ ეხლა შენ სხვა ქვეყანაში რო იყოს და ბეისბოლის რეგბიში მოიყვან ეხლა ის გაგიჟდება რა თქმა უნდა მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის და მე დარწმუნებული ვარ ზუსტად მაგ კაცის გავლენაა ის ამბავი რომ All Blacks-მა თავის სტაფში აიყვანა გრენ ჰენრი რო მაგათი მთავარი მწვრთნელი სელექციონერად აიყვანა გრენ ჰენრი ეხლა და ემზადებიან ამ თამაშებისთვის რომელიც ელოდებათ აფრიკასთან და აი ძალიან მაგრა ემზადებიან ეხლა მაგისთვის და ეს ანუ ანალიტიკური მუშაობა როგორც რაგბის კავშირში ეხლა გასაგებია მაგრამ კლუბებშიც უნდა ხდებოდეს აუცილებლად აუცილებელი აბსოლუტურად განათლება თუ არ მიეცი კიდე კი ბატონო ძალიან გაჭირდება რა და ეს თქვენ რო დაიწყეთ ეგ არის კარგი მე ძალიან სიამოვნებს ამის მოსმენა რომ აი პირდაპირ დასვით ადამიანები და სწავლობენ რა კი ბატონო მაგას დაუბრუნდები ანუ ეს უნდა გავყოთ ექსპორტის მენეჯმენტი უშუალოდ მაგას არ გულისხმობს თუმცა შენ როდესაც მოედან გამოდას რაგბი ძალიან კარგად იცი მე მაინც ვიდება ყოველფრის დამენეჯმენტება ხო აი მენეჯმენტს სწავლობ ზოგადად ხო და მე უკვე მოგეხმარება უშუალოდ რაგბში მორაგბებს როგორც პირიქით არ არის აუცილებელი რომ კიდე აი როგორც ბეისბოლის ბეისბოლიდან მოიყვანო ანალოგიურია ფიჯის ნაკრების მწვრთნელი რო იყო ინგლისელი რიჟა ეხლა ფეხბურთის გუნდებთან მუშაობს სერიოზულად სხვადასხვა გუნდებს ეხმარება სხვადასხვა სულ არ იყო არის ეგეთი პრეცედენტები უკვე კი ბევრია რა იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს გუნდურ სპორტებზე მაშინაც ვილაპარაკე შესევითი თამაშები რაც არის აბსოლუტურად ერთ და იგივე პრინციპებზე და შეტევის და დაცვის პრინციპები თუ უშუალოდ
ვიტყვით მოედანზე რაც ხდება და მოედნის გარეთ ჩვეულებრივი სპორტსმენები და ადამიანები არიან და ჩვეულებრივი ორგანიზაცია ანუ შეიძლება ბეისბოლშია ვიღაც ძალიან მაგარი შეიძლება რაგბიშია და პირიქით მან ზუსტად ეგ არის კონკურენცია ვიღაცამ ეხლა ზელანდიამ ბეისბოლს დაართვა ის იმიტომ რომ დაჭირდა ვიღაც მაგარი იყო მაგაში არ შეზღუდული არავინ და საჭიროება აბსოლუტურად გეთახმები დღეს ნაღდად არის რა აი თუნდაც ის რაზეც ეხლა ვლაპარაკობ და რა როგორ უნდა მოხდეს კლუბში იმიტომ რომ მე ისევ და ისევ ველაპარაკები პრინციპებზე სიტყვაზე ვიძახი და რას როგორ გაართვათ მაგრამ როგორები ჭირდებათ კლუბში ადამიანები კლუბი რა არის ხო ეგ არის მარტო ის ხო არ არის რა ქვია დარეგისტრირებული გუნდი და რაგბის წესები თამაშობ არა იქ არიან ადამიანები კონკრეტული ხასიათით და ქცევით ეს უნდა გაზარდონ თვითონ თუ როგორები უნდა გაზარდონ ეგ თვითონ თავიანთ კლუბში იციან კარგად უნდა დაჯდნენ მე მგონია კლუბი დარწმუნებული პერუსა გაკეთებული და რა არის საერთოდ მაგათი ფილოსოფია რა უნდათ და მე გაჩნდება ეგ საჭიროებაც როგორ გავზარდოთ ესეთი მოთამაშე ჩვენ ვზდით მოთამაშეები რომელსაც იციან აქვთ უნარები მხოლოდ და ისა რა ქვია რაგბის წესები იციან თუ გარდა ამისა აქვს სხვა ისა რა ქვია თვისებები აი მარკეტ რაღაცა სხვა თვისებებისკენ რაღაცა უბრალოდ აი ისტორიულად მაგალითებს ვიძახი რა ეს ტრადიციული გუნდები რომ ქრება რა ნუ ქრებას ვიძახი ახლა იმიდა უმაღლესი ლიგიდან რომ ქვემოთ ჩამოხვალ და ვერ გადმოხვალ და მე რამდენად ვერ გადმოხვალ და ერთი რო საერთოდ გაქრა და ნუ მოკლედ რა აი შენ რასაც ამბობ გასაგებია რა მესმის ეგრე უნდა იყოს რა შენ ვიძახი კლასიკას მაგრამ აი ეს მე არა ბატონი მიხეილი ვიძახის ჩემზე გამოცდილია მე უნდა ვეთანხმები არა ეგრეა შენ რასაც ამბობ ახლა ეს რომ ფინანსები ბევრ ამას წვეთს რა თქმა უნდა მაგრამ ახლა საქართველოში კაცთა გუნდებში რო აიღო ახლა უმაღლესი და პირველი ლიგა ერთად შესაძლებელია ლოკომოტივს ყველაზე დიდი ფინანსი ქონდეს. იმიტომ რომ რკინიგზა ეხმარებოდა მე როგორც ვიცი. გარდა იმისა რომ ქონდა არა მგონია, მაგრამ პრინციპი გასაგებია ხო? მე რას ვამბობ, იცი რომ სპონსორი ყავთ, გარდა იმისა რომ აქვს კიდე რაღაც ხოჩები ეგრე არ არის კაცო. ხო, სპონსორიც ყავთ, გამიგე, მაგრამ მე უყურე მაგათ გადასასვლელ თამაშს და ნუ არ არის ეგ თამაში რომელიც აი ეგ კარგი რაღაცა ითქვა ეხლა მე რაც მინდა ერთი მიმართულებით კიდე რაზეც ვმუშაობ ყველა ლიგას აქვს თავის ხასიათი და მიზნები ხო ესეა კი ნუ აი როდესაც ვაპარაკობთ უმაღლეს დიდაცე და პირველ ლიგაზე აქ არის ერთადერთი ამოცანა და ხასიათი გამოავლინო უძლიერეს ხო ესეა აი ეს არის მაღალი მიღწევების ნაწილი ვიღაცას ეგ სად მოდის მე მოდის მე რომ შეიძლება მაყურებელს არ მოეწონს ეს ცუდ რაკს თამაშობს ან როგორ კარგს გემოვნების ამბავი არის და მე მაყურებელი შესაბამისად არის თუ არა მაგრამ მანდ ესე იგი ესეა ხო აუცილებლად უნდა მოიგო რის ფასად ეხლა ეგ უკვე თვითონ უნდა გადაწყვეტოს ყველაფრის ფასად თუ რაღაც სხვა ანუ ყველაფრის ფასად არ მოსულა ამის გაკეთება ამიტომ მაგალ ლიგას აქვს აი რაც მინდა კიდე ეხა წერან რომ ვილაპარაკდ იგივე მწვრთნელებს რაში უნდა შეუწყოთ ხელი და მაგასაც ვაკეთებ ეხლა რომ ყველა ლიგას აქვს თავის ხასიათი და ეს დამკვეთები ამ შემთხვევაში კლუბები ვინც არიან ქვედა ეს არა ხო მცველებს და შეკვეთას აძლევენ სულ უნდა ახსოვდეთ რომ რა ხასიათის გათამაშებაში მონაწილეობს ხო ამიტომ რომ მიუყვეთ დიდი 10 და პირველი ლიგა ეს არის მაღალი მიღწევები და მანდ უნდა იყოს სალსახად ჩემპიონატები რაგბი 7-ში და რაგბი 15-ში ესეთია ჩემი მოსაზრება და ეხლა ვამუშავებ და წარუდგენ მე გამგეობას ზოგადად სარაგბო საზოგადოებას და შეიძლება ვიღაც არ მეთანხმებოდეს და თან კარგი არგუმენტებით და რა თქმა უნდა შევცვალდე ყველაფერი მე რომ მოყოთ ესა რეგიონალური ლიგა რომელიც სამოყვარულო ლიგაა თავის ხასიათი და მართული რომ ახლა ეს ხალხი მუშაობს და რავი მე სხვა საქმეც აქვს და რაგბით ერთობიან კარგი გაგები და აი ეს სიამოვნებას ღებულობენ ესენი არ უნდა გავხადოთ რაღაც ჩემპიონატის და ესეთი გრძელი გათამაშების ტყვეები ხო იმიტომ რომ მე დღეს ხვალ შეიძლება მივლინებაში გამიშვა და რა გავაკეთო ხეს გუნდსაც ხო არ მიმატოვებ გამოწვევები ხელოვნურად შევა ამიტომ მანდ უნდა გადავიდეთ ტურნირების მაგალითზე და ეს იყოს რავი მე რაგბი 7 რაგბი 15 რაგბი 10 რაგბი X-ი ძალიან საინტერესოა თაჩ რაგბი ქვიშის რისი შესაძლებლობაც გვექნება ეს ჩამონათვალი გრძელია და ერთადერთი მანდაც ვჭირდება ერთი ტურნირი და
ბოლოდან უნდა დავიწყოთ ათვლა პლეი-ოფებთან ახლოს პირველი ლიგის, რათა შენ რომ პირველი ლიგაში მოხვდეთ დღევანდელი ჩვენი იმით რა ქვია დებულებით ესეა რომ უნდა მოიგო ისა რა ქვია რეგიონალური ლიგა და ახვიდე ზევით და მანდაც რაღაც მომენტში დაგჭირდება უძლიერესი გავარკვიოთ. იმიტომ რომ სხვანაირად ასვლა ჩასვლა არ არის ჩვენთან. რა დღესდღეობით ეს მოდელია. განსხვავებით მაგალითად იგივე საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში სხვა პირობებიც უნდა დააღვაღო მარტო რომ მოიგეს საკმარისი არ არის რა. რა რესურსები გაქვს იაპონიაში მანქანას ვერ იყიდი თუ საპარკი ადგილი არ გაქვს და არ წარადგინე რომ მე მაქვს ხო? მაგრამ ჩვენთან როგორც არის ისეა და მაგაზე ვლაპარაკობ. ჯაბა ერთი წუთი ძალიან ძელი საწყე მაინც ბევრია მე მგონი. აი ეს რეგიონალური ძალიან კარგად დაიწყე და მე ცუდად დაამთავრა რომ რეგიონალური პირველში ავიდეს. ესე იგი ამათ მაინც მიზანი უჩნდება. არა, მიზანი უჩნდება და ვიღაცებს ეს თუ არის ესე ვთქვა აუცილებელი ერთ-ერთი ბოლოს აი შენ რასაც ამ ბოლოს ტურნირი. ხო, მაგრამ ყველა არ მიიღებს იქ მონაწილეობას. მთელი არსიც ეგ არის რომ მე ხო ვიცი მაგალითად ჩვენ ვთამაშობთ სამოყვარულო. ხო, საერთოდ გაანებე თავი მაშინ რა. არა რატო მე ვთამაშობ 7 კაცას თაჯს რა ვიცი მე ლუცვავ და ის გათამაშებაზე მე თვითონ ვიტყვი რომ არ მაინტერესებს რომ ვისაც გინდა დადით და ვისაც ვიღაცა მოინდომა თავისი ფული ჩაასხა მოამზადა რაღაცა ეგ შენ არ გეხება აუცილებლად ხომ უნდა იყოს გზა მე როგორ მოხვდე კაცთა გუნდში აი მე რომ ნოლიდან დავიწყო სიტყვაზე ვიძახი გზა ხო უნდა იყოს აუცილებლად შენთვის როგორც მოთამაშისთვის თუ როგორც კლუბისთვის და მე იქ მაგას ვიძახი რომ ყოფთ ვისაც უნდა რომ იქ ავიდეს ისინი მე ცალკე ბოლოს გათამაშებოლა ითამაშონ მოკლე გაარკვიო ვინ არის მატჩში ძლიერი იმ ხალხში ვისაც უნდა ასვლა კლუბს და კი ბატონო იმათ მეტომოს ვაშორ მაგრამ დანარჩენს ჩვენის ბარიერები უნდა მოუხსნა და პირიქით მრავალფეროვანი რაგბი შევთავაზოთ შემდეგი ლიგა არის ახალგაზრდული ლიგა მანდაც აი ხა მაგის ხასიათი ну, ისევ ჩემი ხედვით ეს არის ესე იგი განვითარება და გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება არ არის. იქ როგორც ვთქვით, გამარჯვება სხვა მიზანი არ შეიძლება გქონდეს დიდი ათის გუნდს. ნო, რა თქმა უნდა. რაც შეიძლება მაღალი სიჯის რაღაცა სხვა ეჭვები მაქვს რა. არა, ამ შობა ჩვენ ახლა თეორიულ ნაწილზე ვლაპარაკობ. გაგვიზიარე რა. მორჩეს ახლა ხო არა. მე ქვევით არის ალიგა უკვე სადაც უკვე გავენ პირველ ნაბიჯებს პროფესიული რაგბისკენ, ვისაც უნდა ვისაც არ რჩება სამოყვარულოში, აქაც რჩება განვითარება და გამარჯვება, იმიტომ რომ უკვე შემოდის ჩემპიონატი, ემზადებიან 18 წამდე ნაკრებისთვის, ეს მწვრთნელები რაღაც ზელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები უნდა შეადგინონ, იმიტომ რომ არ შეიძლება მწვრთნელსაც სჭირდება განვითარება და არ შეიძლება რომ მწვრთნელი შეზღუდო, ხო? მთელი გზა არის, ანუ პარალელურად მიდის ეს ამ პროგრამის მოთხოვნა, ეს მწვრთნელის განვითარება. ქვედა ლიგები, თავიდან ბოლომდე განვითარება ეს არის ბელიგა და საფესტივალო. ეგ განვითარება რას ნიშნავს, ხო? აქ თამაშობთ საერთაშორისო წესები, რაც არის, შეიძლება რაღაც პატარა ცვლილებები, მაგალითად როგორიც იყო წარმატებული მსოფლიო რაგბიმა წაიღო, რომ ვთქვათ, შერკინება აღარ დაინიშნოს და დაინიშნოს თავისუფალი, თორე დანარჩენი საერთაშორისო წესები როგორც არის, ისე უნდა ვითამაშოთ ამ ზედა ლიგებში, რა ვთქვით, ქვევით მაქსიმალურად ადაპტირებული, რაც ჩვენ გვინდა რაც ჩვენ რაგბს წაადგება, ჩვენ მოთამაშეებს წაადგება, იმის დანერგვის საშუალება უნდა ქონდეს. ეხლა ამას რატო ვიძახი? უბრალოდ როდესაც თანამოაზრეებზე ვლაპარაკობდით წეღან. თუ ჩვენ ამის გარშემო ვერთიანდებით, მაშინ გასაგებია, ესა თუ იცვლება, რას ემსახურება, ხო? ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაც უკეთესი გავხდეთ, მაგრამ როდესაც ეს არ აქვს შეთანხმებული და რაღაც ცვლილება გაჩნდა, შეიძლება ვიღაც გუნდს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს ჩემ წინააღმდეგ გაკეთა. ნუ პირობით ვიძახი, ავკრძალე შერკინებაში მიწოლა და გია იძახის ეს მე ამიგძალეს, თუ მე ძლიერი შერკინება მყავდა. თუ ის უმრავლესობაში იქნება, მაშინ ეს პრობლემაა. უმრავლესობაში ეგეთი გუნდები რა, რომელიც იფიქრებენ რომ აი მე ჩვენ რაღაცას გვიწყობს ახლა. არა, კი პრობლემა არის, მაგრამ პირიქით უნდა იყოს, ის უნდა იყოს უმცირესობაში. ვიღაცა ეგ უნდა მეკითხა რა, რომ აი ეს თანამოაზრეები ხა ყველანი ვერ იქნებიან, გასაგებია. ეს წრე რაღაცნაირად უნდა შეკრება. ეხლა ამას რატო ვიძახი, რომ თუ ჩვენ შეთანხმებულები ვარ და რაგბის კავშირის თუნდაც რაგბის კავშირი ამ შემთხვევაში კავშირს არ გულისხმობთ. კავშირი არის ყველა წევრი, ხო? და ეთანხმება ამას, რომ ეს განვითარების ლიგა
აქ უმრავლესობა და უმცირესობა შემცირდა, იმიტომ რომ არსი მოგება, გამარჯვება, რაც ზედალიგებში იყო, დაკარგული აქვს. ასე რომ შენი არგუმენტი შენ რაც უნდა ბევრი იყო, უკვე წონადი აღარ არის, იმიტომ რომ შენ მელაპარაკები გამარჯვების ჭრილიდან და ეს და ჩვენ ამაზე შევხვდით, რომ ეს გამარჯვება ქართულში, ამიტომ ხო და როდის შეთანხმდით? არგუმენტი შეიძლება იყოს ეს იმ მიზანს, რისაც ცვლილებას ვაკეთებთ, მოიტანს თუ არ მოიტანს. როდის შევხვდებით? ხო. დაწყებულია პროცესი, მუშაობთ მაგაზე და ესე რომ შეიძლება ვწდები და იყო ეხა მეც ყველაფერს ვაზრობ და ესე მიღებული ასე ვთქვათ დოკუმენტი შეიძლება იყო კიდევაც ადრე, მაგრამ მე არ მინახია ახლა და მე მინდა რომ რაღაცნაირად ამ შეთანხმებას აი არის ეგეთი მეთოდი იყო რა და ეგეთი მეთოდი იყო და მე სხვა შორის რამოდენიმეჯერ ეგ გავაკეთე, მაგრამ მარტო მე აღმოჩნდი უმცირესობაში რა, უმცირესობაში მარტო ვიყავი ამ პონჩი. აი ბავშვთა გუნდები როცა ყავდა ჩვენ რამოდენიმე ასაკები რო ყავდა ჩვენს დავდიოდით და ჭაბუკთა გუნდები ყავდა და დავდიოდით ფესტივალებზე და არ შევედი. გუნდი წავიდა სათამაშოდ, მოედანზე გავიდა სათამაშოდ და მე წინასწარ გავაფრთხილებ, მე იქ არ ვიქნები, თქვენ უნდა მართოთ ყველაფერი რა. არაჩვეულებრივი ჩელენჯი. ხო, ეს არის არა, ეგ არ არის ახლა 8 წლის ბავშვებზე არ არის ლაპარაკი. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ლაპარაკი 12 წლის, 11 წლის ბავშვებზე არის ლაპარაკი სადღაცა ესე. თქვენ უნდა მართოთ და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა. აი ეს ყველაფერი. დელეგირება დამოუკიდებლობა. ხო, რამოდენიმეჯერ ეს გავაკეთე, მაგრამ ბოლოში ვერ გავედი, მაინც მე ამძლეას არასწორად მოვიკეთე, ის სწორი იყო, რაც მინდოდა, მაგრამ რაღაცნაირად იცი, გარემო ისეთი იყო, რომ აი, მაგრამ ეს ჩემი აზრით, რომ დაადგინოს წესად. კი ბატონო. აი, როგორც დაუშვათ, როცა საჭირო არის, რომ პეტრემ რო წვერი რომ მოგაპარცას ყველას. ხო. ეს უნდა მოხდეს ჩემი აზრით რა. კარგი იქნება ბავშვებისთვის. აი, კი ბატონო, აი დაძდებს ეს წვრთნელი, მაინც დაძდებს და ელაპარაკება თამაშის დროს, უშლის ხელს. რა თქმა უნდა, მაგიტომ ზუსტად მთელი ისე აქვს უკვე მიცემული და ისე მაგას შევეხებ, რომ ერთი ჩვენი ორგანიზატორები ახორციელებენ ჩელენჯებს, გამოწვევებს, უქმნიან მოკლედ გუნდებს, მშობლებს და ბავშვებს, წვრთნელებსაც მათ შორის და თვითონ მათაც მივეცით. ეხლა რატომ მივეცი ეს, მაგრამ მე თუ ნახე, რომ ეს არის ჩემი პრობლემა. პირობითად ვიძახი, სულ მითითებებს ვაძლევ. და მე ხო როცა ესა რა ქვია, ემოციის გარეშე ვარ, ამას ხვდები ხო რომ პრობლემაა. პრობლემა ესა რა ქვია, ეს ჩემი პრობლემაა და ესე არ უნდა მოვიქცე, მაგალითად ცვენის გადმოსახედა რო ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც კი ემოცია შემოდის, ეს ყველაფერი მავიწყდება. ამიტომ თავიდანვე შენ არჩი ჩელენჯი, ეგ არის ემოციების მართვა, სადაც მაგალითად ქვია ჩუმი სტრატეგია, გარედან უყურებ და იცახ რომ მე საერთოდ არ უნდა შევიდე. ან მაგალითად დაუჯექი მიწაზე, ეგეთის არის რომ ბალახზე უნდა იჯდე. მაშინ როცა ზიხარ ძნელია ემოციები, ხო იცი ადამიანი ჩხუბოს ან რაღაც ემოციებს წამოხდება. ამიტომ შენ ამოცანა გაქვს რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე აქედან არ უნდა ავდგე და იწყებ იმას რა ქვია. შემოდის ეს სიმშვიდე. ეს არის ისე ვიქმნები რომ დამხმარე რაღაცები თუ ეს აკრძალვა არა, მესმის. არა, ვიცი, საერთოდ ჯამს შეიძლება მაგამდეც მიხვიდე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ და მჯერა მაგის რომ ის რესურსი რომ ჩვენ რაღაც აკრძალვები რაღაცები არ გვჭირდება, ანუ არის ეს რესურსი წვრთნელებში და ყველას კარგად ესმის რომ ყოველთვის ჭირდება მწვრთნელს რომ გაიზარდოს. ნახოს თავის სუსტიაძლიერი მხარეები და მე გააკეთოს პირადი განვითარების გეგმა, ხო? იგივე ემოციის ნაწილში იქნება, ან თუნდაც ბავშვებს რა, რაღაც გამოარჩიოს, აი მაგალითად ეს ჩელენჯი არის, რომ მაგალითად მშობლებისთვის, ხო? რო ხედავ რომ ძალიან ჩართულები არის, შეიძლება დაავალო რომ მოდი დღეს ფოტო-ვიდეო გადაღებას დავუთმოთ ყველა და ყველამ უნდა გადაიღოს, ეს ტელეფონიდან უფრო ნაკლებს ხვიდე. ან მხოლოდ და მხოლოდ იყვირო რაღაც კონკრეტული გუნდის სახელი. და არა მაგალითად პასი მიეცი, გვერდი ხაზის მცველი არ იყო, ხო? და მე ოღონდ ეს მარტო ჩელენჯად კი არ უნდა იყოს, ახლა მცველებს მაგასაც ვეუბნები, რომ შენ როდესაც ესა თუ ის ჩელენჯი გააკეთე მშობლებს, მე უნდა განიხილო, რომ აი მაგალითად ესე რომ მოვიქეცით, მაგალითად ბავშვებმა უკეთესად შეძლეს თამაში, თუ უარესად, ხო? და მან უკვე უნდა მართო პროცესი რა. ესე არ არის, რომ აი რაღაც შრალად აი ეს გავაკეთე და ამ რაღაც შედეგი. ჩემო კარგო, ბევრი გვაქვს კიდე სალაპარაკო, მაგრამ ერთი მესამეთაც ხო არა აუცილებლად გაგჭირდება, მაგრამ
ერთი ესეთი საკითხი აუცილებლად მინდა რომ ისე ცოტა უფრო და რომ დაგვიზუსტო რას ნიშნავს აკადემიები. რომელიც 4 აკადემია მე როგორც გავიგე, მაშინ ლევანი ყავდა კიდე ჩვენ წინაზე და თქვა ერთი ხვამლი, ბათუმი, ქუთაისი და ლელო. კი ბატონო. ხო, აკადემიები ეს არის მოკლედ ვერ მოვასწარით ლევანთან ამის გაშლა. ასე მოარსებული მოდელი ეს არის სახელმწიფო ისევ დაფინანსებით. რა თქმა უნდა, 1000 ჯერ აღნიშნო რა არის სახელმწიფო დაფინანსება? ანუ აკადემიების სტატუსს მოიპოვებენ, ანუ რაღაც კრიტერიუმებია, რაღაც არა კრიტერიუმები კონკრეტული და მე ეს გუნდები უკვე ახორციელებენ აქვთ საკლუბო აკადემიები, რომ ექსტრა ვარჯიშებს მართავენ თავიანთ კლუბებში. ეს კლუბების აკადემიებია. კი, ეს არის არსებული მოდელი რა, ეს არის არსებული მოდელი, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ სამომავლოდ რა იგეგმება რა და რა ხედვა აქვს რაგბის კავშირს. აი მაინტერესებს. აკადემიები გვაქვს გეგმაში ესეთი რომ მოდი ვილაპარაკოთ რა რაოდენობაზე 5, რაც გვინდა და გვინდას იმიტომ ვთხრობ რომ რაღაცებს ველოდები და ეს უნდა განვახორციელოთ. გადაწყვეტილება რომ ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა არის და განწყობა არის და შემართება მაგის არის, მაგრამ ნუ მაინც რაღაც ვთხრობ. როგორ? ხო, ნუ პირველი სად, ესე იგი ვინ ეს არის დღევანდელი აკადემიებისგან განსხვავებით. იქნება ყველასთვის, ანუ რას ნიშნავს? დღევანდელი აკადემიები არის მაგალითად პირობითად თუ თამაშობ ლელოში, მაშინ ხარ ამ აკადემიაში. აუცილებლად ლელოს მოთამაშე უნდა. ან ხვამლის, ან ბათუმის, ან ქუთაისის. თუმცა ბათუმს გაზრდილი აქვს ეს ობიექტურად რო ვთქვათ, სხვადასხვა იმებიდან და ქუთაისშიც მზაობა მაგის რო სხვადასხვა გუნდებიდან შემოვიდნენ არის, მაგრამ ესეთ გაცხადებული პოლიტიკა არის, პირიქით არის, ანუ დახურული რო იყოს, ეგრე გააკეთონ აბსოლუტურად მართლებიანი, იმიტომ რომ ესეთი რეგულაციაა დღეს მაგ აკადემიებში. ეს ახალი მოდელი არის ყველასთვის, ანუ ხდებიან საუკეთესო გამორჩეული მოთამაშეები, ხა მანდ საუკეთესო ცოტა ისეთი ნათქვამია რა. ეს არის 5 აკადემია გვინდა. ანუ სელექცია არ ხდება. დღეს აი შენ ამ მოდელს რო ყვები, თუ ლელოში ხარ, ნაში ლელოს აკადემიაში უნდა იყო, თუ ხვამში ხარ, ხვამლის აკადემიაში. ხო და ეს ეხლა არის ეგეთი. ეგ არის ეხლა და ოღონდ სელექცია იქაც ხდება, იმიტომ რომ ბევრი ბავშვები არიან და რაღაც ჯგუფი ხდება და რაღაც ჯგუფი რო ხდება. მომავალში სელექცია რა თქმა უნდა მოხდება ყველა გუნდიდან და არა რომელიმე კონკრეტული გუნდიდან. ხო და ვინ გააკეთებს ამ სელექციას? ეხლა ამ სელექციას ვინ გააკეთებს და ყველა აკადემიაში იქნება დაახლოებით 4 მწვრთნელი, ესენი უკვე დადგენილი კრიტერიუმებით, ანუ რას უნდა მიექცეს ყურადღება აკადემიაში მოხდეთ, გაზომვადი ემეებით, რა ქვია, კრიტერიუმები. ეს მწვრთნელები რეგბის კავშირის იმის ტექნებია, დაფინანსებით? რაგბის კავშირის კი, რაგბის კავშირი დაიქირა. კადრები, ხო? კადრები რაგბის კავშირის. გაზდით მანამდე მოვამზადებთ, ხო? არიან მომზადებული, რაღაცას მოვამზადებთ. ეგეც კიდე ცალკე არის, რომ მანდაც გვინდა რომ წველით შემოდიოდეს ამ აკადემიაში, თუნდაც 6 თვით ნახოს სპეციფიკა და წაიღოს ცოდნა თავისთან კლუბში რა, ინტერნები სულ ყავდეს, ეს ამუნდა. ერთი დააგროვებს გამოცდილებას და მე ჩვენც უფრო მეტი რესურსი გვექნება ადამიანური, რომ უფრო მაღალი ხარისხით გავაკეთოთ ის საქმე რა, ეს სპორტსმენის მომზადება. ეხლა მე განსხვავება რა არის კიდე, მე ისა რა ქვია, ხო, აკადემიაში თვითონ მცველების რა თქმა უნდა რაღაც კრიტერიუმებით მოხდებიან და ესე არა რომ უბრალოდ სიტყვაზე ვიძახი ის 20 წლიანი სტაჟი გაქვს, მარტო ისა რა ქვია, რამდენი ხანი წვრთნილი არ არის, იქაც კრიტერიუმები არსებობს, როგორ ვინ მოხდება. მე თავარი რაც არის, რომ ჩვენ HP-სთან ერთად პრობლემური მიმართულებები რაც გვაქვს, სპეციფიური უნარები, რასაც ჭირდება, მაგალითად, ამ პოზიციები, სადაც 9 ნომერი, 2 ნომერი, 10 ნომერი, ამებს გავაკეთებთ აქცენტს, ანუ დაიწყება ესე, რომ სუქვედა ასაკში მოხდება დღევანდელი არსებითი დაიხოცება, შეიძლება ერთ წელიწადში კიდე რაღაც შეიცვალოს, იმიტომ რომ პრაქტიკამ სხვანაირად გვანახოს, მაგრამ 4 კაცი სიტყვაზე ვიძახი ერთ აკადემიაში პირობითად 9 ნომრის პოზიციაზე, ხო? მე ერთი წლის მერე ეს გახდა 3 და ბოლოს 2 დარჩა რა, ანუ მოხდა გაცხრილვა. ძაბრის პრინციპით არის და 2 საუკეთესო რჩება. ოღონდ აქაც როგორ არის, რომ პოზიციები სადაც ჭარბად გვეყოლება მოთამაშეები, იქ დარჩება ერთი უშუალოდ მაგ პოზიციის და მეორე ვიღაც ტალანტი. აი მაგალითად ვიძახი 2 ნომერი კი არა, დარჩა 2 ნომერი და პირველი ნომერი, ან ვიღაც მეორე ხაზი. კაი, სანამ გააგრძელებ, ერთი აქვე ჩაგეკითხები რა. ეს შენ რასაც ყვები, ეს ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მოედანი უნდა იყოს დატვირთული.
არა რატო ნუ აკადემია ესე მუშაობს თან პლუს შენ თუ სპეციფიური მომზადებაც გჭირდება 9 ნომრების 10 ნომრების ხუკერების და ასე შემდეგ თუ ესე ნუ დასაკმაოდ დატვირთულია რა მოედანი და ხვამლის აკადემია სიტყვაზე ვამბობ რა სადაც თან ფეხბურთიც არის რაგბთან ერთად იქ როგორ წარმოგიდგენიათ აი ესეთი აკადემიის ფუნქციები არა ჯერ ის ჩვენ ბაზებზე მოხდება და არა მაინც და მაინც ხვამლის ან რომელიმე არა თქვენ შენ თქვი აკადემიები რაგბის კავშირის აკადემიები და ლოკაციებს ავარჩევთ ეს შეიძლება იყოს ნუცუბიძის რაგბის კავშირის ბაზაზე იმაზე ლელო არენაზე რაგბის კავშირის ბაზაზე და ან ლოკომოტივზე პირობითად ვიძახი რა ეგეც გასაგებია დამუშავება და ლოკაციურად სად რა როგორ იქნება ან საერთოდ რავი 6 თვე აქ იყოს და 6 თვე არც ეგ არ არის პრობლემა პირობითად ბათუმში გასაგებია და ქუთაისში გასაგებია და იქ არა გვაქვს ესე რამოდენიმე სტადიონი და ვიცით იქნება მაგრამ თბილისში კიდე რაღაცები შესაძახმებელია და ეს ესე იგი ანუ კონკრეტულად უკვე მიზან მიმართულად ვიმუშავებთ რა პოზიციები გვჭირდება და ცარიელი რა დაგვშობა იქ უკვე ტალანტები ხო არიან იგივე 13 ნომერისთვის ხო უნდა მოინახოს ადგილია რა 12 ნომერისთვის თუმცა აქ მთელი ამბავი ის არის რომ გარდა იმ სპეციფიური უნარებისა ეს ზოგად უნარებსაც ხო იცის ანუ 10 ნომერმა უნდა შეძლოს 12 ნომერზეც თამაში სიტყვაზე ამ პირიქით 12 ნომერი ტალანტი რო შემოვიდა 10 ნომრის უნარებზე ვარჯიშობს. ფეხის დარტყმაც იცის იმან და მაგალითად სიბრტყეში თამაში ან სიბრტყეში 15-იც უნდა შეძლოს. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ეხლა ეს როგორ გაკეთდება კიდევ, თქო, ვინ შექმნის ამ სასწავლო პროგრამას, ხო? ისევ და ისევ ჯგუფი თვითონ ამ მწვრთნელების კიდევ, რა ვიცი მე, 20 წამდე მწვრთნელები, 18 წამდე მწვრთნელები, გამოცდილი მორაგბეები, ვინცაც აქვს ეს პრაქტიკა, რა თქმა უნდა, შეჯერდეს რა გვინდა, როგორ გვინდა და როგორ ვართმევთ ამ ამოცანებს თავს რა დოზით უნდა ივარჯიშოს სიტყვაზე რა უნარებზე მეტი უნდა მოხდეს აქცენტი გაკეთდეს საჭიროებიდან გამომდინარე და ყველაზე კიდევ თავარი რაც განსხვავებული იქნება რა მე ძალიან კარგად მესმის რომ არ შეიძლება ეს რაგბის კავშირმა ვიღაც აღმოაჩინა ტალანტია და მთელი ინვესტიცია იქ ჩადო არ შეიძლება რას გულისხმობ ისევ და ისევ მოთამაშე არის თვითონ მოთამაშე ჩვენ რაგბის კავშირის მწვრთნელები და მშობელი. აქ სელექციის დროს აუცილებლად მოხდება მშობელთანაც გასაუბრება. მაგალითად აქვს თუ არა გეგმა იმ შემთხვევაში თუ მის შვილს აიყვანენ აკადემიაში, როგორ მოვა ვარჯიშზე. ნუ მინიმუმ დაიცოდეს რომ რა პრობლემაა. 64 ავტობუსი მანდ მოდის პირდაპირ, ხო? თუ არა მე ბრძოლს ავუყვან. ან მაგალითად როგორ დაეხმარება მის შვილს კვების მოწესრიგებაში ძილის მოწესრიგებაში რაღაცა ანუ შეთანხმება და ისა რა ქვია შეთანხმება უნდა მოხდეს მშობელთან ასევე და პლუს ამას კლუბებთან. იმიტომ კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია და კლუბი რა თქმა უნდა რჩება უპირატესი, იმიტომ რომ იმ მისი გაზრდილი აკადემიაში მოყავს ჩვენ და ისევ კლუბს უბრუნდება და კლუბის არის ეს ბავშვი. უბრალოდ კლუბთანაც უნდა მოხდეს ეგ შეთანხმებები და არა ისა რა ქვია წესებით აპარატური იცი რა მე ვწყვიტავ ამასთან. რამდენი ვარჯიშოს დაასვენე ტრავმის თუ ტრავმა ქონდა რეაბილიტაცია როგორ მიდის ან პირიქით აქედან ვთხოვოთ რომ აი რაღაც ძალიან დიდი პროგრესი აქვს და იქნება 10 წუთი შენს დაუთმო ამ უნარს და რაღაც ერთობლივ. ეგ რა თქმა უნდა შეთანხმება. მან ეხლა ხელისქნევა. შენ რასაც ყვები ეხლა ეს სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი რაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს. მე რა მაინტერესებს ჩვენ და გია ვლაპარაკობდით ამ სინებზე რომ აი ამ აკადემიებში ადამიანები, ანუ სამწვრთნელო პედაგოგიური კონტინგენტი, ვინც იქნება. დღეს მუშაობენ ისინი და უშვებენ კადრებს, რომლითაც ჩვენ გვაყოფილ, ჩვენ როგორ, რაღაც არასრულყოფილ მოთამაშეებს ამზადებენ. ნაკრებებში უწევთ ხო, ამბობენ ამას, რომ ჩვენ უნარებზე მუშაობთ ის და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ აკადემიებს, სადაც და ისევ, იქ ვინ იმუშავებს, ისევ ეს ხალხი იმუშავებს, უნებრივია, რომლებიც აქამდე მუშაობენ, წლებია. მაინც მუშაობდნენ. ჰა? ცოტა იყო ეგ ხალხი, ვინც მუშაობდა ეგრე კონკრეტულად მაგაზე. არა, ეხლა რაღაცა მიმართულებები იცვლება. ანუ შეიძლება რაღაც მე ვერ გავიგე. ვლაპარაკობ მე იმაზე, რომ თქვათ, კარგი დასაწყისია, კარგი საქმეა, კარგი ძალიან კაი ჩანაფიქრია, თქვათ, მაგრამ უნდა შეასრულოს ადამიანმა. თუ იმ ადამიანს კვალიფიკაცია არ ყოფნის, ხო შეიძლება რომ ეს კარგი ჩანაფიქრი და კარგი საქმე
აი აქ დარჩეს და აქ არ ამოვიდეს. აი ეგ. პირველი თქვით რომ სელექცია მოხდება მწვრთნელების და არა ის რომ ჩვენ დიდი ხანია წვრთნი ან მაგალითად ესა და ეს სახელი და გვარი ხარ. არაჩვეულებრივი აღმოჩენა აქვს, ჯერ ისე ვიცოდი უბრალოდ მე ვიძახი ინსტიტუციის მნიშვნელობას მინდა გაუსვა ხაზი და რაც გულისხმობ. აი ხა მაგალითად 18 წლამდე ნაკრებში ხო. მწვრთნელები 7 კაცა ნაკრებში შევარჩიეთ, განცხადება რაგბის კავშირმა გავაკეთეთ, რომ ვინ არის სურველები. კონკურსი იყო და წარმოადგინეს არაჩვეულებმა ისა რა ქვია ბიჭებმა, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ ის იყო რა ქვია გამხდარიყო მწვრთნელი. კიკნაძე და ხეხელაშვილი შეირჩა, მაგრამ ისეც ვიცოდი რომ თქვა კარგი ბიჭები, ყველა ვინც გააკეთა, ყველა კარგი, მაგრამ იქ გაიარეს სხვადასხვა ფილტრები რა. ვიღაცას მეტი გამოცდილება ჰქონდა, ვიღაცას რაღაც სხვა ის ჰქონდა, ვიღაცას კარგი ის ჰქონდა, რა ქვია, ვთქვათ, გეგმა, მაგრამ საერთოდ ჯამში მივედით აქ, რომ ამათმა რომ გაიარეს სელექციის ნაწილი, მე ვთვლი რომ უკეთესი ის მივიღეთ, რა ქვია, პროდუქტი, იმიტომ რომ ეს მოხდა, ხო, ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი, არც ერთ მომენტ არ მიუღია რა კრიტერიუმებით შეფასდა, რა ქონდათ საზომი, რო არჩევდნენ ყველას და მე უკვე შემოვიდა ეს კანდიდატურები, რომ ესენი აკმაყოფილებენ აი ამ კრიტერიუმებს, ყველას ვინც იქ მონაწილეობდა, გამოთქვეს თავის მოსაზრება დასაბუთებებით, რატო ვინ იქნება პასუხისმგებელი აი ამ კადრებზე, რომლებიც მომზადებიან აკადემიაში? ერთი პირი ვინ იქნება? მწვრთნელი იმაზე რა. თავარი. ხო, აი ამ აკადემიებში, რომლებიც 4 თუ 5 იქნება, არ ვიცი, წამოსული კადრების კვალიფიკაცია და როგორი იქნება, თქვათ, უნარები როგორ ექნებათ ეს ამაზე პასუხისმგებელი ამ პროცესზე ერთი კაცი არის თუ აკადემიების ხელმძღვანელი იქნება ერთი, მაგრამ თვითონ მწვრთნელების შერჩევის ნაწილში, რა თქმა უნდა, აკადემიის ხელმძღვანელი და პლუს სასწავლო ცენტრი, რომელიც უშვებს ამას. მათ შორის როგორი იყო გამოცდის თუ სერტიფიცირების დროს სხვა რაღაცა სხვადასხვა კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, მოხდება. ეს კრიტერიუმებიც გაწერილი გვაქვს. ბევრი რაღაცა ისა რა ქვია, სხვადასხვა ვარიანტები და მე უნდა შევჯერდეთ ახლა. ესეა და პროცესია. რა თქმა უნდა, პროცესია, იმიტომ რომ ნახოთ, კარგია, მიშა, რომ მე როგორც ყოველთვის ახლა ჩვენ შეგვიძლია საათობით ვილაპარაკოთ, მაგრამ ნუ დროა ამჯერად მოვჭეთ. მადლობა ჩემო კარგო. რაღაცები ნამდვილად წინ არის წაწეული, ახლა ჩვენც ვიყავით რაღაცები, ნახეთ რაღაცები მოგვეწონა. შენ რასაც ამბობ უკვე რაღაც ბევრი რაღაცა ნაბიჯები გადადგმულია და ბევრს აპირებ რა და ნუ ჩვენთან მოსვლა და საუბარი ერთად მე მგონი ცუდი არ არის ხოლმე და არ დაგვეზარო შემოდგომისთვის აი ეს სეზონი ჩაამთავრეთ და შემოდგომისთვის მით უმეტეს ახლა ამ ხელა ის მოდის კიდე ახლა ყველანი იქნებით ჩართულები სოფლიოზე და ამიტომ თავს გაგანებებთ მეტნაკლებად და შემოდგომისთვის მაინც შენ ახლა ვიცი რაღაცებს აღრიცხავ სულ იმაშვები უყურებ ძალიან მომეწონა ის მშობლების ისინი რომ აი QR კოდები და რაღაცეები რომ დიაქტიურონ მაგის მონიტორინგიც გექნება და რა ვიცი მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ მოწვევისთვის დიდი მადლობა. ერთი ის მექნება, რა ქვია, თხოვნა რას ქვია, ძალიან ბევრი შევეხეთ კლუბს, ხო? კლუბს. და თუ ვინმე კლუბის წარმომადგენელიც გამოთქვა სულს ალბათ თქვენც შეძლებთ მე და მოიწვიოთ და ძალიან სიავა ხა მე რა თქმა უნდა ესე ვესაუბრები და სულ აუცილებლად გვინდა მაგრამ აი კიდე სხვა იქნება სხვა პრობლემები დავინახო რასაც მაგალითად მე ვერ ხვდები ან ჩვენ ვერ ხვდები ივნისის დასაწყისში გვეყოლები კლუბის წარმომადგენლები ძალიან კარგი აი ეს გვინდა იმიტომ რომ ესეთი ყველა ჩვენი საუბარი სხვა რესპონდენტებთანაც აი სულ რაღაცა გვჩება და გვიწევს მეორე კიდე ხა იგივე იყო ლევანთან ამის წინ რომ ну ვერ გავედით ბოლოში რა და ეხლა კიდე ამიტომ ესეც ხო უნდა შეიკრას რაც დავიწყეთ და თო რა თქმა უნდა ეხლა იმიტომ რომ ყველანი მთავრდებით რომ ეხლა მე დაგაფუშნიგებ დროზე სად არის რატო არ არის ივლისი რა არის ეხლა აქ მე მეჩქარება დროზე მადლობა ჯაბა მადლობა თქვენ ვინც გვიყურეთ და გამოიწეროთ არხი ხო გამოგვიწერეთ გვიყურეთ დაგვილაიქეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად ზამდებოდეთ ახლობდეს